მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ზღვის უბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი შაშვიაშვილი. მოგესალმებით მამა გიორგი. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, დაგლოცეთ. დაგლოცეთ, დაგლოცეთ. იცოცხლეთ თქვენს მაყურებელს, თქვენს ტელევიზიას. გაიხადეთ მამა. პირდაპირ მაყურებელი გვყავს ეთერში და შეგიძლიათ დასვათ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? სამი შეკითხვა მაქვს შეიძლება. კი ბატონო. პირველი კითხვა ასეთი არის. უფალი იესო ქრისტე პეტრე მოციქულს ეუბნება, რასაც მიწაზე შეკრავო, შეკრული იქნება სასიცო, რასაც გახსნილი იქნება სასიცო. და აი რას გულისხმობს შეკრული იქნება მიწაზეო, ამის ეს თუ შეიძლება განგვიმარტეთ. ეს ერთი შეკითხვა. მეორე შეკითხვა ასეთი მაქვს. შუაღამისას რომ გამეღვიძება დგები და ლოცულო. და ამ დროს თუ შეიძლება რომ პიჟამოთი ვილოცო და კაბა არ ჩავიწყვა. ეს მეორე შეკითხვა და მესამე შეკითხვა ასეთი მაქვს. დილას გამოწერილი მაქვს ექიმის მიერ უზმოზე წამლის დალევა, წნევის წამლისა. და აი უმაგრნევე შემიძლია რომ შეფისკვერი მივიღო. კი ბატონო, შეგიძლიათ მაგაზე აღარ შევაწუხებთ მესამე კითხვაზე მამაოს, რა თქმა უნდა შეგიძლიათ. შეიძლება შეფისკვერი მიღრა. შეიძლება, კი ბატონო. გურმესი მადლობა კითხვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ხას უსვამს თუ რამდენად დიდი წყალობა და კურთხევა ეძლევათ მოციქულებს, მით უფრო ამ შემთხვევაში კონკრეტულად პეტრე მოციქულს, რაც მიუთითებს სწორედ მღვდელმოქმედების საიდუმლოზე, რომელიც ბუნებრივია აძლევს მოციქულს, მოციქულთაგან მღვდელმთავარს, მღვდელს, რომ მისი ლოცვით ყველა ვინც იკურთხება და შენდოა მიენჭება, მას გაიხსნება ზეცისკარი და ვინც შეურაცხყოფს ზურგს შეაქცევს, დაგმობს ეკლესიას და ისგან, ასე ვთქვათ, დაყოვნებული იქნება მათთან მისახლებლად, ის ადამიანი იქნება ბუნებრივია შეკრული ზეცაშიც. ანუ ამას ამ მღვდელმოქმედების საიდუმლოს მადლს აძლევს სწორედ უფალი მოციქულს და მოციქულთაგან უკვე ყველა მღვდელმსახურს და ყველა მღვდელმთავარს და ამით ენიჭება, რა თქმა უნდა, ყველა ღვთისმაძიებელს ის კურთხევა, რომ ზეცისკარი გაეყოს, ვინც ეძებს ჭეშმარიტად უფალს. კეთილი. ესეთი კითხვა არის, კონკრეტულად რას ნიშნავდა ხეცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა და რატომ აუგრძალა უფალმაო ადამიანს მისი ხმევაო? სამოთხეში როგორც ბიბლია გადმოგცემს, იდგა მრავალი ხე, ხე სიცოცხლისა, ანუ უკვდავების ხე, მარადიულობის ხე და ხე სიცოცხლის ხეცნობადისა, ანუ კეთილისა და ბოროტის არსებობის შეცნობის ხე. ეს ბუნებრივია, საიდან არსებობდა ბოროტება, ამქიდან უნდა დავიწყოთ ამ საკითხის მსჯელობა. იმიტომ რომ ბოროტებას, რა თქმა უნდა, სათავე არ გააჩნია, ბოროტება არის არასუბსტანციური, შეიძლება ითქვას, ანუ მას არ აქვს სათავე. რამ განაპირობა ბოროტების შემოსვლა სამყაროს დასაბამს, ეს იყო სწორედ ანგელოზის ურჩობის და ამპარტავნების საბაბით გამოწვეული, რომელმაც ბუნებრივია გამოიწვია სწორედ უფლის ურჩობისა გამო მათი ანუ ანგელოზის და მისი თანამოაზრეების გარდმოვარდნა ზეციდან, ამიტომაც გაჩნდა ბოროტება.
ბოროტება არის სწორედ როგორც ვთქვით არა საწყისის მქონე, არამედ მოკლება სიკეთისაგან. და ამიტომაც სიკეთისგან მოკლებულ ანგელოს კომიეცა ბოროტების ხელმწიფება. დიახ. და სწორედ ამ ბოროტების ხელმწიფებით ბუნებრივია რომ უკვე არსებობს ადამიანის შექმნამდე სამყაროს შექმნამდე ეს ბოროტება. რადგან ღმერთი ყოველ დღეს შესაქმნის წიგნში ამს იხილა ღმერთმა რამ თუ კეთილ, ანუ ყოველივეს კეთილად ქმნის ღმერთი და ბოლოს შემდგომ მეექვსე დღის დასასრულს ამს იხილა ღმერთმა რამ თუ კეთილფრიად და განისვენა მეშვიდე დღეს, ანუ ძალიან კარგად შექმნა ყველაფერი ღმერთმა და დაადგინა მის ხელმწიფედ, მის გამგებლად, მის მეპატრონად ადამი და ევა და აუკრძალა მათ ხოლმე ერთი რამ, მისცა ხოლმე ერთი ცნება, ერთი დავალება, რომ არ მიეკრიბოთ აკრძალული ერთადერთი ხის ნაყოფი. იმიტომ რომ ამ ხის ნაყოფის მიღებით ისინი გაიგებდნენ ბოროტების არსებობას. მაგრამ ჯერ როგორც ახალ ნერგნი ადამი და ევა არ იყვნენ მზად იმისთვის როგორც ჩანს უფლის განმებულებით, რომ ისინი ურთიერთობაში სწორად ეურთიერთად ბოროტებასთან. და არ დაზიანებულიყვნენ ისინი. ამიტომ ღმერთი როგორც კეთილ განზრახული მამა, მზრუნველი, კეთილმოსურნე ადამიანის და ევას და მთელი კაცობრიობის რა თქმა უნდა ფრთხილობს ისევ იმიტომ რომ ადამი და ევა მოამზადოს ჯერ და რა თქმა უნდა განუღამხელს ამას რომ არსებობს ბოროტება, მაგრამ მეუბნება რომ ყველა ხის ნაყოფი მიიღეთ, მათ შორის ხეს ცოცხლის სანამაც მარადიულობის, უკვდავების ხის ნაყოფი მხოლოდ ერთადერთი ნაყოფი არ მიიღოთ, რომელიც ნაყოფიც შეიძლება ითქვას რომ მათთვის ჯერ არ იყო მწიფე, ანუ ან თვითონ არ იყვნენ მიმღები აი ამ ნაყოფისა, რომელიც მართლაც სიკეთისა ბოროტის არსებობის შესაძლებლობას მისცემდა ადამიანსა და ევას. ამიტომ ამ ხის გემოს ხილვა ნაადრევი იყო ადამიანსა და ევასათვის, იმიტომ რომ ისინი უნდა მომზადებულიყვნენ ამისთვის და უფალი თავისი გულმოწყალებით თავის მამობრივის რუნას სიბრძნით რა თქმა უნდა ამ ყოველს აუწყებდა, როგორც ჩვენ, როგორც მშობლები ვცდილობთ რომ მცირე ასაკოვან ბავშვს ის საფრთხეებისგან დაცვის შესაძლებლობა მივცეთ, შეიძლება ასე შევადაროთ რომ უფალმა როგორც ზრუნვა მამამ იზრუნა რომ მათ არ მიიღოთ ხოლმე ერთადერთი ხის ნაყოფი. დანარჩენი მთელი ყველა ნაყოფის მთელი 60 ადამიანის 60 ნაყოფის მიღება შეეძლო მას მთელი ყოველივე ხისა, როგორც ვთქვით, სიცოცხლის ნაყოფის მიღება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ ესეთი ნაყოფის მიღება არ შეეძლო. ისეც იმის რომ როგორც მცნება ასე დაემარხათ ადამიანსა და ევას თავიანთ ცხოვრებაში და ამით ესწავლათ ღმერთთან ურთიერთობა, ამით ესწავლათ მორჩილება და ამით ესწავლათ მცნების ერთგულება, მცნების დაცვა და კურთხევის წესით ცხოვრება. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ? ხანდაზმული ადამიანი ვარ და ისა რა ქვია, ხანე რომ არ მძინავს ლოცვას და მამაო ჩვენო ღვთისმშობლის მოწყალების კარი გაგვიღე და ყველას მამა გაბრიელის ლოცვას და მკრეხელობა ხომ არა მეთქი ხანე რომ ჩემთვის ჩემთვის დავიკითხავ ამ ლოცვებს ხანე სწორლიარე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ლოცვა ყოველთვის, ყოველ ჟამს და ყოველ წამს ისმის ღვთის წინაშე. რა თქმა უნდა, ადამიანს არ უხერხდება მომენტში ფეხს ედგომა და გულში სილოსებს, რა თქმა უნდა, უფალი ამას შეისმენს და ეს წმინდანის შეესაბამება ადამიანი უდაოდ მიენჯებს მეუხებას ღვთის წინაშე ადამიანის თხოვნას და ვედრებს. კვლავ მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? აიო? დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. საღამოშვიდობის. სამლოცეთ ამავებო. მაქვს შეკითხვა. მე ვარ უკვე მოციქულ ასაკში, პენსიონერი ვარ და ძალიან დიდი ხანია უკვე რომ ეკლესიის ცხოვრებით ცხოვრობ. ჯერ კიდევ 80 წლებიდან.
მე ადგილი შევიცვალე ერთი უბნიდან მეორე უბანში გადავედი საბუთსავიდან გამოვედი ახლა გადავასახელებ იმ უბანს ცოტა გარე უბანია და ჩემი კორპუსთან ახლოს აშენდა ახალი ტაძარი და ძალიან გამიხარდა ვიფიქრე ახლოს არის და კარგია თქო ჩემთვის მივედი მე ამ ტაძარში იქიდან წამოვედი სადაც ადრე დავდიოდი კურთხევა აყიდე ზოგადად მამაოსგან და დავიწყე აქ ეკლესიურად ცხოვრება ამ ახალ ტაძარში დავდივარ უკვე საკმაოდ რამოდენიმე წელია უკვე რომ დავდივარ და მაქვს ერთი ცუდი თვისება ცოტა ზიზღიანი, ცოტა კი არა საკმაოდ ზიზღიანი ვარ და ვერ ვემთხვევი ხადებს ჩემთვის სამწუხაროდ. ზოგ შემთხვევაში შემიძლია, მაგრამ აი არის ისეთი მომენტი, როდესაც აი ლოცვის შემდეგ ყველა მთელი იქ დამსწრე მრევლი ესე წრეზე მიდის და უნდა ემთხვევს ყველა ხადს და იმ შემთხვევაში ცოტა მეჭერს და ნუ სხვა შემთხვევებიც ყოფილა და ეს შეამჩნია იქ ორი მამაო ერთი არის ჩემი მოძღვარი და მეორე მამაო რომელიც ჩემი მოძღვარი არ არის და ერთხელ მიმაბრუნა ეს იყო წირვის დროს უამრავი ხალხი იყო მრევლი იყო ტაძარში და ამდენი ხალხის წინ ესე მიმაბრუნა პატარა ბავშვებით ესეთი შენიშვნა მომცა და ძალიან არ მომეწონა და არ მესიამოვნა მე ჩავთვალე რომ ესე არ შეიძლება მამაო მოექცეს მრევლს და მით უმეტეს ამდენი ხალხის წინაშე და გინდათ რომ ამბორეო ხაცს ესე მითხრა მაიცულა ესე ვთქვათ რაღაც ესე ძალიან ცუდად მოიქცა რომ ჩემი აზრით და მე კიდე მეორე შემთხვევა იყო ესეთი სპეციალურად ესეთი მოგწონდა ეს ადამიანი არის ჩასაფრებული ვით რომ ესე კი მე გამომიჭიროს რაღაცა ესეც საქციელში არის და მე არ ვარ ესეთი ახლა თავს არ შევიქებ მაგრამ მე ვარ ძალიან უფლის მოყვარული უწესრიესი ადამიანი ვარ და მთელი ცხოვრება ისე გავატარე რომ უკან მიხედვის არც მწვენია და არც მიშინია და აი ეს ადამიანი რომელიც მე გაუთხოვარი ვარ და თავის დროზე რომ ყოველდღე შვილი ამ მამაოს ასაკის შვილი უნდა მყავდეს და ძალიან ბევრი რაღაცები ეშლება უბრალოდ უფროსებთან ურთიერთობა არ იცის ცუდი გაზრდილია მოკლედ რა ვიცი ჩემი აზრით არ შეიძლება ესე მოქცევა მე ვფიქრობ და აი თქვენი აზრი მაინტერესებს აუცილებელია რომ ხატებს ვემთხვიოთ ზოგიერთი ხატი ისეთ სიმაღლეზე კიდია რომ შეიძლება იმას საერთოდ ვერც მიწვდა ხელითაც კი არამც თუ ტუჩებით და ბაგებით შეეხოდა მე არ მიმაჩნიეს რაცა ჰიგიენური თვალსაზრისით არ მიმაჩნია იმიტომ რომ ზოგი არის მაპატიეს ახლა მე არავის არ განვიკითხავ და არც რაღაცა ცუდად მინდა გამომივიდეს მაგრამ ზოგი ავად მყოფი მოდის ამ ტაძარში რომ შევხედავ ეს ადამიანი რომ ემთხოვა და მე ხომ მივიდე და კიდე იმის შემდეგ მე შევეხო ტუჩებით აი რანაირად შეიძლება ეს მე არ მესმის აი თქვენგან მე მინდა გადამწყვეტად რომ მითხრათ მე როგორ მოვიქცე და ეს მამაოს საქციელი თუ არის სწორი მადლობა უკაცრავად თქვენს გმადლობთ ზარისთვის მადლობა გითხრისთვის ძალიან ისეთი საფრთხილო საკითხი და მე შევეცევ რომ საფრთხილით მოვეკიდო ну მე პიროვნულად როგორც მრევლი ასე მოვიქცეოდი რომ მე იმ წმინდანს მივემთხვიო ვინც ამ ხატზეა გამოსახული და როცა გავითავსებს იმას და ჩვენ რამდენად იმდენად სუფთად ან თუნდაც წმინდანი ვართ რომ მას მივემთხვიოთ ასე ალბათ უმჯობესი იქნება რომ ასე საკუთარი თავის განსაჯოს და ყველა ადამიანიც ასე მიდის თუნდაც მომზადებელი სულიერადაც და თუნდაც ფიზიკურად ამიტომ ჯობია ჩვენ წმინდანთან ურთიერთობაზე და კრძალვაზე ვიზრუნოთ ალბათ ვიდრე თუნდაც ამ ჰიგიენურ საკითხზე თუნდაც სასურველია რომ მოწესრიგებული იყოს ის ალბათ მოძღვარიც აქეთ მიგითითებთ თქვენ რომ ამაღლდეთ ამ ყოფადზე და უფრო სულიერისკენ მოუწოდოთ საკუთარ ცნობიერებას, საკუთარ მდგომარეობას, რომ თქმა უნდა დააძლიოთ ეს საკითხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ და უფრო მეტი კრძალვით და მეტი სიყვარულით მიახლოთ სიწმინდეს და წმინდანს და არ იფიქროთ მის მატერიალურ მდგომარეობაზე. ეს ჩემი აზრით უფრო გადაგება თქვენ როგორც მრევლს.
კეთილი, გავაგზავნოთ ჩვენი კითხვები. ყოველდღე ღმერთს ვთხოვ ერთი და იმავე ცოდვის პატიებას. რაც მრისხანების ცოდვიდან მეწყებაო. როგორ მოვიქცეო? წერს ერთ-ერთი ქალბატონი. ყველა ცოდვას არ გვეუძლია თავს ერთი პატრონი, ერთი მშობელი, რომელიც ასე ჯაჭვად აასხამს, მძივად აასხამს ჩვენ ცოდებს. ასე რომ რა ცოდვა რისგან არის განპირობებული, ამაზე გვაქვს ჩვენ საფიქრალი. და თქვენ თავადვე აღნიშნეთ, რომ ეს საკითხი შეგიმჩნევიათ. ამიტომ ბუნებრივია საძირკვლიდან უნდა დავიწყოთ სახლის გამყარება, უნდა სიმდაბლეზე ვიზრუნოთ და სიფხიზლეთ იყოთ ამ სიმდაბლესთან მიმართებაში და საკუთარი თავის განსჭით დავიწყოთ, საკუთარი ცოდების განცდით დავიწყოთ და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, წმინდა ალექსი შუშანია, ვინც საკუთარი თავს განსჭის, მასვისი განსჭისთვის არ დარჩება დრო. ამიტომ ეს ყველაფერი გვაუწყებს იმას, რომ მეტი სიფრთხილით, მეტი საკუთარი თავის განსჭით, საკუთარი თავის გამოძიებით, მეტ წყალობას და სიკეთეს მივიღეთ და მეტ შვებას და სიმშვიდეს სხვა ნებისმიერ ცოდვასთან ბრძოლას კუთხით. ნატალია გვწერს ესეთ კითხვას. წმინდა სინოდის ხდომაზეო 3 წლის უკან პატრიარქმა ბრძანა, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე. რა იგულისხმაო და მეორე რატომ განიდევნა სკოლებიდან ღმერთიო? ცოტა ხმამაღალი უნდა თქვა. პატრიარქი, რა თქმა უნდა, როგორც ერის მამა, უფლის ერთგული იყო და არის და იქნება და მლოცველი უგუნისამდა ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის. ამიტომ როგორც უფალი გეუბნება, მე თქვენთან არ ვიდრე ახლა სრულად სოფლისა, რაც ნიშნავს იმას, მამათა გამარტებით ეს მარადიულად იქნება ეს ვიდრე არის მარადიულობის სიმბოლო. ამიტომ ეკლესიის წინამძღვარსაც აქვს, რა თქმა უნდა, იმის მისიაც და ვალდებულებაც, რომ მან ყოველთვის ილოცოს საუკუნეების მანძილზე მის მასზე მიყნობილ, მასზე მინდობილ, მასზე დამოწახებულ ერზე და ეკლესიაზე. მეორე კითხვა იყო, ანუ სკოლებიდან რატო სკოლებიდან განიდევნა რელიგიურ ერთის განდევნა მართლა მოგონამათ როგორც ცანა ცოტა შეიძლება ხამაღალიდან თქვა მიიღოს, თუმცა გვახარებს ის ამბავი, რომ სწორედ აი 2024-25 წლების წლის განმავლობაში იყო გამორჩეული საპილოტო პროგრამა, რომელსაც განათლების სამინისტრო საქართველოს საპატრიარქო ერთობლივი ძალისხმევით მართავდა და ახორციელებდა რაღაც 20-25 სკოლა შეირჩა საპილოტეთ, მათ შორის ერთ-ერთი მეც გახლდით, რომელსაც შეძლო 157 სკოლაში და 15 სკოლაში ჩამეტარება საკლუბო შეხვედრები, რამაც ძალიან დიდ სასიკეთო რეზონანსი გამოიწვია და კეთილგანწყობა როგორც სკოლის ადმინისტრაციისგან, ასევე მშობლებისგან, ასევე მოსწავლეებისგან ძალიან ბევრი სასიკეთო შეხვედრა მოხდა, ასევე ჩატარდა სპექტაკლები, ჩატარდა კონცერტები, ჩატარდა რაღაცა მოლოცვითი ხასიათის ცვლილებები, ასევე ბიბლიოთეკაში მოსვლა, ასევე გაიცანი შენი ქალაქის პროექტი. და სწორედ აი ამ დიდ საქმეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახური ახორციელებს მისილოს საკურთხევით, მეფეშიოს ხელმძღვანელობით, მამა ანდრიას, მამა გურამის უშუალო ჩართულობით და იმამების გვერდში დგომით, გახსენეთ, აი ამ ჯგუფს წარმოადგენენ და გვახარებს ის, რომ წლის საანგარიშო შეხვედრის ბოლოს განათლების მინისტრის მოადგილე კანონმა თამარ მახარაშვილმა ბრძანა, რომ ეს უკვე გვადევის სამის საფუძველს, რომ უფრო მეტად გაიზარდოს მოცულობა სკოლების და შესაძლებელია რაიონებში გასვლაც, თუ რა თქმა უნდა ეს მომზადდება შესაბამისად მოძღვრების რაოდენობა, მართლა ჩვენ გავიარეთ გარკვეული კურსი, ტრენინგები, როგორც სერტიფიკატი შესაბამისი და სწორედ ეს შეთანხმებულად ხდება თითოეული შეხვედრის განსაზღვრა დაგეგმარება და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და ძალიან ბევრი სიკეთე ჩამოაყალიბა ამან და სწორედ აი ეს მუშაობა გამოიწვია ის, რომ სწორედ უკვე ახლო მომავალში იგეგმება მინერალების მუშაობა, რომ
როგორც არჩევითი საგანად ისე შევიდეს საშუალო სკოლებში რელიგიების ისტორია. შესაძლებელია დასაზუსტებელი ინფორმაცია იყოს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მე ხა იმას რა ინფორმაციას ბოლოს მაქვს. თქო, ამაზე მუშაობს გუნდი ერთობლივი ძალისხმევით, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე საპატრიარქოს საზოგადოებრივი უნივერსიტეტების სამსახურის ერთობლივი შემადგენლობით და ძალიან დიდი სიფრთხილით და სიყვარულით გვაქვს იმედი, რომ ეს ჩვენი სულისკვეთება ერთობლივი გამოიღებს ღირსეულ ნაყოფს და უფრო მეტ ადამიანს გაახარებს, რომელიც მართლაც მოწურებულია აი ამ სულისკვეთებას, აი ამ ცნობიერებით ამაღლებას სარწმუნოებრივი კუთხით და ფიქრობ, რომ მართლა ჩვენს ერს სჭირდება ეს საზრდო ჩვენ მოვალთაობას, იმიტომ რომ როგორც სჭირდება ზრუნვა ხორცს, ასევე სჭირდება ზრუნვა სულს და ახსოვდეს ყველა მოზარდს, ყველა სკოლის მოსწავლეს, რომ უფალს უყარს ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გაუჭირდეს, ან დააშავოს, შეეშალოს და შემდგომად ყოველთვის უნდა ეგულებოდეს და ესათნოებოდეს ის წიაღი, რომელსაც ქვია დედა ეკლესია და ახსოვდეს, რომ ეკლესია ყოველთვის მისია, მისი დედა, მასაც ელოდება, ყოველთვის ელოდება და უფალს უყარს ყოველთვის, ყოველ ჯამს და ყოველ წამსის და ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღება ისე პერიოდი ჩვენს ქვეყანაში, როცა ეს ტკივილი თან-თან მოშუშებას იწყებს და ბევრ ადამიანს გაახარებს ერთობლივი შრომა და ერთობლივი მოღვაწეობა. წარმატებას უსურვებთ ამ დიდ პროექტს. რატომ არ არის ძილად მისვლის ლოცვებში მეტანიებიო? ეს განგებულება ამსახურების, რა თქმა უნდა, მეტანიების გამოსახვა, აღსრულება და ბიძვის გამოსახვა და მადლიერების გამოხატვა ჩვენ შეგვიძლია თავადაც დავამატოთ, ამას აღარ გვავალდებულებს ეკლესია დილით, ასე ვთქვათ, შეიწირავს ჩვენგან ამ გამოხატულ სინანულს, რაც თვითონ სიტყვა მეტანიის განმარტებას წარმოადგენს, რომ უფალო მოგვცესალო შეეწიოს ჩვენს სულიერ მოღვაწეობას, ჩვენი ლოცვა შეისმინოს, შეიწიროს და საძირკველი, დღის საძირკველი, რომელიც არის დილა, იკურთხოს ჩვენი სიმდაბლით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი გადმოდრეკილობით და მადლიერებით და ასე ვთქვათ, აღარ გაგორჯის დამაშრალ ადამიანებს, შეიძლება ითქვას ალბათ, როგორც ჩანს, ეკლესიის წესგანგებულება. კი ბატონო. ნინო გწერს, ღმერთი ანგელოზები ადამიანის სხეულით რომ ეცხადებიან. ბიბლიაში რა ფენომენია ეს და ვისია თვითონ ეს სხეული? თუ რაღაც ჰოლოგრამის მსგავსი ტექნოლოგიაა, რომელსაც როგორც მყარი, ასევე ფაქიზი უხრწნელი მატერიის თვისებების მიღება შეუძლია. და საიდან ვიცით, რომ მათი ჭეშმარიტი იერი არ არის ადამიანის მსგავსი? ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ანგელოზებიც მაღალ ტექნოლოგიური არსებები არიან და დედამიწაზე ისინი ხელმძღვანელობენ სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს უხილავად მეცნიერების შთაგონების გზითო. საინტერესო კითხვაა. რა თქმა უნდა, უფალმა პირველეს ყოვლისა შექმნა ანგელოზები შესაქმნის დასაბამი, როგორც წმინდა ძველი აღთქმის წიგნი გვაუწყებს, შესაქმნის წიგნი კონკრეტულად და საომად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა, სწორედ ამ ცაში წმინდა ამოთა განმარტებით მოიაზრება სწორედ ანგელოზთა დასები, რომელიც სამკვიდრებელიც ეცაა, ბუნებრივია და ისინი არამატერიალური არიან, თუმცა ისევ ადამიანს, რომელიც მატერიალურ სხეულში იმყოფება, რომლის ბუნებაც, რომლის სხეულის, ასე ვთქვათ, წოდისა გამო განხშოებული, ანუ გაუხეშებულია და მას აღქმადობის უფრო უადვილდება, რომ მატერიალურად იხილოს ანგელოზი, ვფიქრობთ, რომ სწორედ აი ეს არის ღვთისგანგებულებით, რომ მიენიჭოს ამა თუ იმ ანგელოზს თუ ის სახე თუ როგორ მიენიჭა ღვთისმადლი ამ კონკრეტულ ანგელოზს ეს სხეული შეემოსა და ადამიანს წარდგომა. თუმცა იკონოგრაფიაში ჩვენ ხედავთ ხო სერაფიმების ქერუბებს, მრავალთვიანი ქერუბები, სერაფიმები, 600 ფრთენი გამოსახულები არიან, ისე მთავარ ანგელოზ მიქაელის და გაბრიელის სახით და სწორედ ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანის დასატევნელი სახით ეცხადება ზეციური ანგელოზი,
ადამიანს რომ მან დაიტიოს და მიიღოს ეს როგორც ღვთისაგან მომიჯებული მოამბე, რაც ახლავთ ანგელოზის მისია, რომ ღვთის ნება და მცნება აუწყოს ადამიანს და ადამიანის ნება აუწყოს უფალს. ადამიანის საوادრებელი და სათხოვარი. კეთილი. ჯვარდაუწერელი ადამიანის ზიარება თუ შეიძლებაო? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ის სწორი გზა, რომელიც ღმერთთან მიგვაახლებს, სასურველია, რომ ადამიანი როცა ქმნის ოჯახს, ამ გამორჩეულ პასუხისგებლობას იღებს თავის თავზე და ამ ოჯახის სიწმინდეს მიახლება, სწორედ მან ჯვრის წერის საიდუმლო შორის ერთ-ერთი საიდუმლოც თავის თავზე როგორც კურთხევა მიიღოს ღვთისაგან და აი ამ კურთხევით შეუდგეს ამ საპასუხისმგებლობას დასასვლას. თუმცა რა თქმა უნდა, თუ რაღაც მიზეზის გამო ეს ყოვნდება და ოჯახი დაფუძნებულია სიყვარულზე, გულმოდგინებაზე და სიწმინდეზე და ერთ-ერთის ცხონებაზე, ბუნებრივია შეიძლება ამ შემთხვევაში ეკონომიკის დაშვება, თუმცა ურჩევდი რომ ამ საიდუმლოს მიახლებაზე ზრუნავ, როგორც ზიარებაზე ზრუნავენ, ასევე საიდუმლოა შვიდსაიდუმლოთა შორის წმინდა ზიარებასთან აღსარებასთან და ასევე არის ქორწინება. და ვფიქრობ, რომ ამის მიღებაც და მიახლებაც არის სწორედ ის იმ კურთხევის მიღება და გამოთხოვა, რომელიც კურთხევას ყველა ადამიანს აძლევს მადლს საწყონებლად. კეთილი. როგორ განიმარტება სიტყვები მამა ჩემზე უმეტესია? აქ საუბარია ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით, რომელიც არის გვირგვინი ყოველივე დოგმატური საკითხისა და რა თქმა უნდა აქ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ერთ-არსი ღმერთია. აქ საუბარია მათ პიროვნულ თვისებებზე, რომელიც ახლავთ უშობელობა მამისა, შობილობა ძისა და გამავლობა სული წმინდისა მამისაგან. ამიტომაც აქ სწორედ ერთ-არსი ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ის არის პიროვნული თვისებით, როგორც მოახსენეთ, განსხვავებული ერთმანეთისაგან და სწორედ მათ შორის, მათ შობის შორის, რა თქმა უნდა, დრო არ მესაშუალეობს, არ არსებობს სხვაობა, რაჟამს არის მამა, მაშინ არის ძე და მაშინ არის სული წმინდა, ხოლო ეს განასხვავებს, რომ მამა არავისგან არ იშობა და არავისგან არ გამოვალს. ეს არის უპირატესობა მამისა. თორემ თავიანთ პიროვნული თვისებებით ყოველწმინდა სამება, რა თქმა უნდა, სამივე ერთი არსის გონია. კეთილი. ელდინო წერს, მიცვალებულთა დიდი მოხსენიების დროს აუცილებელია თუ არა საკურთხის სახლში იყოს მომზადებული. თუ ტაძარში მიტანილი პური, ღვინო, ზეთი და სხვა შეიძლება შევწიროთ გარკვეულ თანხასთან ერთად მათ სახელზეო. ეს ისეთი საკითხია, რომელიც ადამიანს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გვახსოვდეთ ის საკითხი, რომ ადამიანის სულის საწყობად, რომელიც ახალ შესვენებული თითქმის გარდაცვლილი არის მნიშვნელოვანი რამ ერთი პირადლოცვაში მოხსენიება ჩვენს მიერ, ანუ ფსალმუნების კითხვა, დილის მსახურებაში მოხსენიება თუ წირვაში მოხსენიება, პანაშვიდის გადახდა მათ სულებზე, ასევე მოწყალების გაცემა მათ სულებზე და შეკვეთილი წირის აღსრულება, ხო? ეს ეკლესიის სწავლებაა, ჩვენ ამას ერთგულად ვემსახურებით და ჩვენ წავავლენთ ჩვენს მიცვალებულთათვის. ამიტომ მოწყალების გაცემა შეგვიძლია ცალკე, მაგრამ აქ საუბარია მსახურების აღვლენაზე, ანუ პანაშვიდში მოხსენებაზე მიცვალებულთა სახელებისა. შესაძლებელია თუ ადამიანს არ შეუძლია რომ თუნდაც რაიმე მოამზადოს, ტაძარში მივიდეს და პანაშვიდში მაინც მოახსენოს მიცვალებულების სახელები უმჯობესი იქნება. ვიდრე დაუშვათ დაკმაყოფილდეს ყოველ იმით, რომ თუნდაც მოწყალება გასცა. მოწყალების გაცემა სასურველი, მაგრამ არასაკმარისი და მე ურჩევდი, რომ მღვდელმოქმედების მადლი, რა თქმა უნდა, აღსრულდეს ლოცვის სახით მიცვალებულის სახელზე. კეთილი მამო. გოგა გვწერს, ესეთი კითხვა მაქვსო, კვირას წირვა ლოცვაზე დასრების დროს
ყოფილა რამქვეყნიური ფიქრებით თუ სანერვიულოთი აფორიაქებული და ზიარების დროს უცბათეს ფოთები ფიქრები გაქრა განთავისუფლდი და მთელი ფიქრები გული და ლოცვაც ღვთისკენ მიმართულა. ამ დროს ასე მკვეთრი გარდასახვის დროს რა დამემართა რომ ამიხსნათ, როცა ის ფიქრები მაწუხებდა და მაფორიაქებდაო. ძალიან ესეთი აქტუალური კითხვაა, რომელიც მამაგონო თქვენს მოიხსენებათ, რომ ეს მრევლესობისთვის ესეთი საზრუნავი საკითხია, საბრძოლო დასაძლევი, თუმცა უნდა ვთქვას და გვახსოვდეს, რომ როდესაც ადამიანი ღვთის გზას ადგება, მას განსაცდელი შეიძლება ვთქვას უმრავლდება, თუნდაც იმისათვის, რომ ადამიანის ერთგულება გამოიცადოს, ადამიანის სიყვარული გამოიცადოს, ადამიანის თავდადება გამოიცადოს, ადამიანის დათმენის უნარი გამოიცადოს და თუნდაც გაუჩინოს იმის განცდა, რომ ის ასე ვთქვათ არ არის მზად თუნდაც მინაზერების მისაღებად, არ არის მისი ადგილი აქ, ან რაღაცა დააბრალოს თუნდაც ვინმეს, რომ რაღაცა ის შესაბამისად არ იქცევა და ამით ადამიანი ეკლესიიდან გაიყვანოს. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში უფალებრომელიც გველოდება, რა თქმა უნდა, გვამზადებს ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენ მithumetes გვაქვს მინაზერების მიღების კურთხევა, მივიახლოთ ამ სიწმინდის და ამ სიწმინდით, რა თქმა უნდა, ჩვენი სული საწყონებელი საზრდო მივიღოთ და გავიმარჯვოთ აი ამ გასაცდელზე, რომელიც რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ყველა ქრისტიანს, ყველა მრევლს მით უფრო აჭირებს, რომ მოაცილოს მთავარზე საფიქრას. თუმცა მცირეოდენ ერთი სიტყვა, ერთი ლოცვის ნაწილიც, რომ ჩვენ გულში დავმარხოთ, ის გაყვავდება, გამოიღებს ღირსეულ კეთილსურნელებას და აი ეს კეთილსურნელება არის რამაც თქვენ სიმშვიდე მოგანიჭეთ ზიარების მიღების შემს. კეთილი ნინო გწერს ესეთ კითხვას. ესე იგი ძველ აღთქმაში წერიაო, რომ არ ჭამო ღორის ხორცი და რატომ ჭამთ ჩვენო? ასევე წერია არ ეთაყვანო ხატებს და ქანდაკებებს. იესო ქრისტე ძეღმერთია თუ მამა ღმერთიო? იესოს არ ყავდა ნათლია, იოანემ მონათლა. ანუ რა საჭიროა ნათლია? რაც უფრო ბევრს კითხულობ სახარებას, ვეღარ ხვდები რა არის სწორი და არასწორი და ძალიან დავიბენიო. ძალიან კარგია, რომ ადამიანი სახარებას კითხულობს. პირველ რიგში უსურვებდი ნინოს, რომ ეს წმინდა წერილის კითხვა გააგრძელოს წმინდა მამათა გარდამოცემასთან ერთად, ანუ ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემა იგივე, ანუ წმინდა მამათა განმარტებები წმინდა წერილისა, რაც უფრო სწორ მიმართულებას მოგცემს ჩვენ თეოლი ფრაზის თუ კონტექსტის განხილვის შანსს და ამიტომ ყოველგვარი დაბნეულობა, რა თქმა უნდა, მოცილებული იქნება და ჩვენ იმ ერთ სწორ ხაზს ვერდგულებთ, რაც არის სწორედ უფლისგან მონჯებული და სწორედ წმინდა მამამები ბრძანებერო სულეც კი არის ცალკე აღებული წმინდა წერილის წაკითხვა, თუ მას არ ახლა წმინდა მამათა გარდამოცემა. ამიტომ ჩვენ რომ არ დაგვაბნიოს აი ამ ჭეშმარიტების ძიების შამს სიმრავლემ და თავისებურებმა, ამიტომ უნდა ყოველთვის თან ერთვოდეს წმინდა მამათა განმარტებების დასწავლა, შესწავლა, წაკითხვა წმინდა წერილის კითხვის პერიოდს. რაც შეეხება მაცხოვრის ნათლისღების ამ დიდ საიდუმლოს, რომელიც მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც უფალი მოდის მდინარე იორდანეში და წმინდა იონათლისმცემელი ამზადებს ბილიკებს უფლის მოსასვლელად და ეუბნება ყველას, რომ შეიდნენ რამეთ მოახლოებულებს სასუფეველისათა და მოვა ჩემზე აღმატებული, რომლის ხამლის გახსნის ღირსი და შეგვლის ღირსი წარავარმე. ამის შეხედვით, ანუ იმდენად დიდი მოდის ჩემზე და სწორედ ამ ქადაგების ჟამს უდაბნოში მოდის უფალი იესო ქრისტე, რომ იღოს მანაც ნათელი. და გვახსოვს ჩვენ წმინდა წერილიდან, რომ აყენებს იონათლისმცემელი და ანუ აჩერებს და ეუბნება, რომ მე შენგან ხამს, ანუ შენგან და მივიღო ეს ნათლისღება და შენ ჩემთან მოდიხარ ნათლისღებისათვის. თუმცა უფალი ეუბნება, რომ ასე უნდა აღსრულდეს, მიდის და ჩადის მდინარე იორდანეში, მაშინ წმინდა იონათლისმცემელი თავზე ხელს ადებს და
სწორედ წყალში ჩასვლის ჯამს იკურთხება თავად წყალი სიმბოლო სწორედ აი ეს მადლი განწმენს უფალი წყლას მდინარე იორდანეს და ნამი განმარტავენ თავად ნათელსა იონათლისმცემელს უფალმა. თავად უფალს ნათლისმცემა რა თქმა უნდა არ ჭირდება როგორც ღმერთს და ჩვენ ვისაუბრეთ წეგან ყოველწმინდა სამების დოგმაზე მამა ღმერთია ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი არის ერთ არსი და სამპიროვანი ღმერთი როგორც წმინდა ევროპელი განმარტავს როგორც მზე არის ერთი მთლიანი და აქვს მას დისკოსებრი სიმრგვავე აქვს სითბო და აქვს სინათლე და ერთი მთლიანობა მზე და სამპიროვნებისება გააჩნია ამდენადვე გააჩნია სწორედ ყოველწმინდა სამებას სამპირი და მამა ღმერთსაც განსხვავებს პიროვნებისებით მამა ღმერთის უშობელობა ძე ღმერთის შობელობა და სულწმინდის გამავლობა არის სწორედ განმასხვავებელი მათი ამიტომ მამა ღმერთი არის სხვა ძე ღმერთი არის სხვა პიროვნებისებით მაგრამ არსით რა თქმა უნდა ეს ყოველივე ერთია კეთილი გამიგია ესე იგი გოგაგვცეს გამიგია ესეთი გარდამოცემები კაცობრიობის გამრავლებაზე როცა იბადებოდნენ ადამ და ევას შვილები იბადებოდნენ ტყუპებად გოგო და ბიჭი რომლებიც ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ რომელია სწორი რომ გამარკვიოთ თუ შეიძლება ჩვენ აღნიშნეთ რომ ვეფუძნებით რა თქმა უნდა წმინდა ამანთა გარდამოცემებს გარდამოცემას წმინდა წერილთან ერთად სადაც მსგავს შემთხვევას მე ყოველ შემთხვევაში არ შევხედრი ვარ და არ მსმენია და არ წამიგითხავს თუმცა თავიდან რა თქმა უნდა იბადებოდნენ ქალებად და ვაჟებად ასე წერია სწორედ ბიბლიაში და მათში არ იყო რჯული ამიტომაც რადგან პირველი წყარო ადამიანთა მოდგმისა იყვნენ ადამი და ევა თავიდან ვიდრე რჯულის დაწესებამდე იყო მათ შორის მათ შვილებს შორის თანაცხოვრება ანუ ქორწინების კურთხევა ღვთისაგან ხოლო რომ გამრავლდნენ უკვე მიეცათ უკვე წესი რომ აღარ ყოფილიყო მათ შორის რჯულის შერევნა და რჯულით ერთგულები დაეცვათ სიწმინდე ბუნებრივია და გრძალდება ოჯახის წევრებს და ახლობლებს შორის. კეთილი. ახალი აღნიშნული რჯული მithumets ამას გაცრად მოუწოდებს. კი ბატონო, ფრიდონი გწერს, როცა იცი კაცი ცოდვაშია ჩავარდნილი. პირდაპირ რომ უთხრა თავის მართლებას დაიწყებს, არა და სხვებმა რომ გაიგოს, კარგად არ დამთავრდება. როგორ მოვიქცეო? ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ კარგი მაგალითი და სწორი მაგალითი გვეძლევა ყოველთვის სახარებიდან. და უფალი გვეუბნება რომ თუ ვინმე შენ ძმას ცოდავდეს, მიდი პირისპირ და ამხილე. არა ქედმაღლობით, არა განგითხვით, არამედ სიმდაბლით და სიყვარულით რომ ჩვენ გვინდა არა მისი მხილება სახალხოდ ან ჩვენთან და ჩვენ ქედმაღლობით მასე დადგომა, მასე მაღლა არამედ ჩვენ გვინდა მისი კურნება, მისი ასე თქვათ სწორსაზე შემოbrunება, მის გულში დადგომა, მისი ნუგეში და მისი სიყვარული. ესაა ჩვენი და სხვა ინტერესა სხვა განცდა და სხვა განსჯარვა. თუ მან არ მიიღო ეს, მაშინ კრებულთან ერთად ამხილა, ნუ ეკლესიასთან, ადამიანებთან, ვინც მისთვის თუნდაც ვირფასია, ავტორიტეტულია, საყვარელია და იქაც კიდევ შეახსენე, რომ კარგისკენ მოუწოდებ შენ. და თუ კიდე არ იყო მაშინ რა თქმა უნდა უკვე მას აღშურთობთ არჩევანს. და ჩვენ რა თქმა უნდა ვერავის ვერ წავართმევთ იმ ღვთისაგან მიცემულ არჩევანს, რომელსაც თავად უფალი არ აძლევს და რაც არ უნდა ადამიანი უბართოს ადგეს, ღმერთი მაინც ლოცავს მას და ელოდება როგორც უძღებელ შვილს ელოდებოდა მამა ყოველთვის და ელოდება დღესაც. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? კითხვა. დიახ, დასვით კითხვა. დაგლოცეთ ვიფასო მამაოებო. ერთმა დაგლოცეთ. მამაოებო, ბოდიშის მოხდით. და აი ჩემ თავსაც ვერ პატიობ, მაგრამ მაინც გავბედი ამით შეკითხვა. მე-15 კანონში არის 107 ფსალმუნი და ნუ მონაკვეთს კითხულ ჩემი პრობლემების გამო დაუშვათ ერთ დიდებას და მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისათვის. და ესეთი ის არის მონაკვეთი, რომ ესე იგი ჩემი მანასე და ეფრემ განმტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი.
და ეს იუდა მეუფე ჩემო რაღაცნაირად მოხდა ყურში და ასე უნდა იყოს ალბათ. გასაგები. მადლობა კითხვისთვის. მადლობა მართლაც კითხვისთვის. ეს ბუნებრივი არის ძველი აღთქმის წიგნი, ფსალმუნის წიგნი. ჩვენ არ უნდა დავაკავშიროთ ახალი აღთქმის იუდასთან, თუნდაც კონკრეტულად ისკარიოტელთან. იმიტომ აქ არის საუბარი იაკობის 12 შვილზე და მართლაც მათ გამორჩეულ ღვაწლზე და ღვთისერთგულებაზე და თავიანთ მისიაზე, რომელიც ღვთისაგან მათ მიეცათ საყვაწად. ასე რომ სხვა იუდაზეა ჩემო კარგო საუბარი. ძველი აღთქმის იუდა იგულისხმება. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. რა უნდა ქნა წერს ლია, როცა დედა ჩემს ძმასო, ანუ მის შვილს აყენებს წინ და გოგოს მაგნინებს. მე მერე ვარ და წინ ბიჭიაო, ანუ ბიჭს უპირატესობას ანიჭებს ვიდრე გოგოს. ეს როგორ აღიხსნებაო ეკლესიურადო და რამდენად სწორიაო? ღვთის წინაშე რა თქმა უნდა ყველა ადამიანი ღვთის შვილია და ამიტომაც ყველას თავისი პატივი მიეგება. ამიტომ უპირატესობა კაცისა ალბათ მდგომარეობს იმაში, რომ უფალმა ადამი დაბადა დასაბამად და მისგან გამოიღო ფერცხალი მისი, ანუ ნეკნი მისი და მისგანვე შექმნა და სწორედ უთხრა რომ თავი იქნება შენი ევას მიენიჭა ამ კუთხით, მაგრამ რაც შეეხება სწორედ ამ შვილთა შორის ეს პატივის მინიჭება ალბათ ვფიქრობ აქედან იღებს საფუძველს და ამით თუ სწორი ცნობიერებით დგას რომ ამით უფრო დისკურთხევას უერთგულებ და მორჩილებით ალბათ მიიღოთ სიყვარულით და ჩვენ შევიყვაროთ მოცემულობა როგორიც არის, იმიტომ რომ უფრო მეტად ალბათ არავის არ უყვართ ვიდრე ჩვენ შევლებს უყვართ და უფალსაც სიუშობელს ატყუებდა. როცა დედა არჩევსო შვილებსო, მსგავსი კითხვა არის, ოღონდ გოგონებს. რა ფენომენია ესო და როგორ აიხსნებაო? ალბათ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი არის ადამიანი, მშობელის თუ შვილიც თუ უბრალოდ თავის წარმომადგენლის. და ეს ყველაფერი მაინც ურთიერთობებიდან განპირობდება ხოლმე, რასაც განპირობებულია ხოლმე, რასაც მე ვაგვირდები და მე მოუწოდებ შვილებს, რომ შეეჯიბრონ ერთმანეთს სიყვარულში, მშობლებისაც და ერთმანეთისაც და არა იმიტომ, რომ მაინც და მათ ვინმე პირველ ადგილას გადავიდეს, არამედ ყველა იყოს ერთად და არ იყოს მათ შორის რაღაცა განსხვავება, არ იყოს მათ შორის რაღაცა შეჯიბრი, გარდა სიყვარულისა და იცოდნენ, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები, ერთი სიყვარული მართებთ და ერთი ცნობიერებით, ასე ვთქვათ, გახარება მშობლებისაც და ერთმანეთისაც. ძველ აღთქმაში არის ბევრი წინასწარმეტყველება ქრისტეს მოსვლაზე, ანტიქრისტეზე თუ არის რომ ებრაელიერი შეცდებოდა და მიიღებდა. გარდა იაკობისა, როცა შვილებს უწინასწარმეტყველა თუნდაც დანის ტომში რომ გამოჩნდებოდაო. ცოტა გაურკვევად წერია. ანუ ესე იგი ძველ აღთქმაში არის ბევრი წინასწარმეტყველება ქრისტეს მოსვლაზე. ანტიქრისტეზე თუ არ რომ ებრაელიერი შეცდებოდა და მიიღებდა. გარდა იაკობისა, ანუ როცა შვილებს უწინასწარმეტყველა თუნდაც დანის ტომში რომ გამოჩნდებოდა. ანუ ანტიქრისტეზე თუ არის უწინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმა არის მოსწავლება ახალი აღთქმისა. საძირკველი შეიძლება ითქვას, არის სწორედ რომელიც მკაფიოდ წინასწარმეტყველებს ახალი აღთქმის შესახებ, მან ცხოვრის თუ ჯვარცმაც კი ხაზგასმულია და ის ითარცა ცხოვრიკულად მიიგო რა ესე წინასწარმეტყველთან არის, რომელსაც ჩვენ ყოველ ძირვაზე ღვთისშამს ვამბობთ და ასე შემდეგ მის გამოგრძელებელ სიტყვებს და ბუნებრივია ძველი აღთქმა ფარულად წმინდანები განმარტავენ, რომ და შესაძლოა ციგნში ერთი სიტყვის უკან ხუთი სიტყვაც კი მოიაზრება, ხუთი აზრის კი მოიაზრება და ღრმა არის. და ბიბლია არის უსიერი ტყეო, სადაც ღმერთი სეირნობს, ასეთი განმარტება აქვს წმინდანებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ძველი აღთქმა ყოველგვარად მოიცავს ყოველი ახალი აღთქმის არსსაც და მის აღსრულების შემდგომ პერიოდსაც, ანუ სამყაროს დასასრულის პერიოდსაც, რა თქმა უნდა და
მოუწოდებს კაცობრიობას ძველი აღთქმისას, რომ დაელოდოს სარწმუნოებით ახალი აღთქმის მოსვლასაც და მისი აღსრულების მოლოდინიც კონდეს მას, იმიტომ რომ ცოტა აღსრულდება ახალი აღთქმა, ესე მოვა უფალი დიდებით და ყველას განსჭის ძველი აღთქმის მართალთ თუ ახალი აღთქმის მართალთ, ახალი აღთქმის სასოებით და სიყვარულით და ერთი ღმერთის რწმენით და სიყვარულით და თქმა უნდა ყველას მიენიჭება გზა, რომელიც ზოგში აქცევს ანტიქრისტეს თავის სულისკვეთებით და ჭეშმარიტებას ემსახურება და დაემოწევს. ირინა გვწერს, რატომ არისო ჭეშმარიტ ქრისტიანთა რიცხვი მცირე სამწყსოო? ბუნებრივია ფალი ბრძანს ვიწროა გზა, რომელიც მიდის უფლისაკენ. რადგან სწორედ მრავალნი ირჩევენ მარტივ გზას. უფლის გზა არის ეკლიანი, რომელიც საკუთარ თავზე ამაღლებას გვავალებს ყოველთვის, რომელიც ღვთის მიმსგავსებას გვავალებს ყოველთვის და ღვთისაგან მოცემული ეს ხატება და მსგავსების გვირგვინი ყოველ ჩვენგანს გვეძლევა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველთვის დღენიადან მარადი საკუთარ თავზე მე და დავუმაღლეთ, როგორც მინაგრიგოლოსელი გვასწავლის და მივემსგავსოთ ღმერთს. ამიტომაც ჩვენ ამით ბუნებრივია გვმართებს საკუთარ თავზე მეტად ამაღლება და ღმერთთან მიახლება დღენიადან. ივატო. ვის ხელშია საწოდავი საქართველო? ესეთი კითხვა არის. ნინოს ჩვენ სასოებთ, რომ საქართველო უფლის ხელშია და დედა ღვთისმშობელს მინდობილია. წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზ, როგორც ჩვენი პატრიარქი, ყოველდღეს კიდე მრავალ წმინდას, წმინდა აბოთფილეს და სხვა მრავალს, ვინც ასე ვთქვათ, იყვნენ და არიან დღესაც გამსაზრული ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ის, რომ ჩვენ წარმოადგენთ ამ ქვეყნის ნაწილს, როგორც ნების გამომხატველი ადამიანების კრებული. და ჩვენ გვახსენებთ, რომ უფალი ძალიანაც ვახსენებთ, რომ არ ძალადობს არც ერთ ჩვენგანის არჩევანზე და თუ ჩვენ არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში იყოს უფალი და ჩვენში იყოს უფალი, ბუნებრივია ჩვენ უფალი არ იძალადებს ისევე და ისევე, იმიტომ რომ მისივე მოძებული თავისუფლება არ ხელყოს და ჩვენ არ დაგვაძალოს თუნდაც სიკეთე. იმიტომ რომ ჩვენგანს არ გვინდა სიკეთე, არ გვინდა ჩვენი ქვეყნის თუნდაც ჩვენად დედად მიიღება, ჩვენ მიგვაჩნია თუნდაც სხვა ქვეყნის კეთილმოწყობა, ჩვენი ქვეყნის კეთილმოწყობაში ჯობია და ამიტომ სხვა ქვეყანა ჯობია ჩვენს ქვეყანას. და მინდა ურჩიო როგორც ჩვენ მრევლმა ერთ-ერთმა ქრისტეს ეკლესიის მრევლმა, რომ ჩვენი დედა ყოველთვის ჩვენია. ასე რომ ძვირფასი იყოს სხვისი დედა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საყვარელი ისიც თუნდაც ჩვენთვის არ გვაუძლეთ, მაგრამ ჩვენი დედა, თუნდაც სნეული დედა, ჭარმაგი სნეულებაში მყოფი, უძრულებაში მყოფი, თუნდაც აღსრულებული ჩვენთვის ყველა ძვირფასია. ამიტომ ამას არ ვირჩევთ ჩვენ. კი ბატონო, არ ვირჩევთ ჩვენ. ამიტომ ჩვენ გვმართებს გაფრთხილება, მოვლა და ზრუნვა. ჩვენ აქ დაგვაბადა უფალმა, ჩვენ აქ ღვთისმშობელმა დაგვადგინა, ღვთისმშობელი ფარველობს ჩვენს ქვეყანას მივაღწევ იმისა, რამ მდგომარეობაში ვართ და ღვთისმშობელი იგრძნობა ეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში არსებული გარევითარების და სინამდვილის ფონზე და ფიქრობ, რომ ისე და ისე არა განსჭით, არა სიფიცხით, არა თავმოწონებით და ქედმაღლობით და განიცაჯოს ეს თუ ისაკეთ, არამედ უნდა სიმდაბლით და სიბრძნით და გონერებით და სიყვარულით განისაჯოს, რომ როგორ მოუვაროთ ჩვენ წილ ქვეყანას, ჩვენ წილ საქართველოს და გვახსოვდეს, რომ ჩვენი დედა რომელაც არის ჩვენთვის ძვირფასი, ამდენად ჩვენი დედა სამშობლოა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ რას ვარგებთ მას, როგორც მინდა ილია მართალი გვასწავლის, ყოველდღეს ვიფიქროთ, რომ როგორც ვის რა ვარგებთ ჩვენს ქვეყანაში, ასევე როგორ ვარგებთ ჩვენს ქვეყანას ჩვენი პიროვნებით, ჩვენი თავით, ჩვენი ლოცვით, ჩვენი შრომით, ჩვენი ღირსეული ცხოვრების წესით, ღირსეული მოქალაქეობით, ღირსეული ქართველობით და ერთგულებით, როგორც ერთ-ერთი კენჭის წარმომადგენელი, თუნდაც ერთი რომ რაღაცნაირად ჩვენი წილი ტვირთი გავითავისოთ და მის ერთგულება შევძლოთ. ადამმა როცა შესწოდა 60-შეშიო, რატომ ვეღარ შეეძლო, ანუ რატომ ვეღარ ისვენებდა ღვთის გვერდითო?
ადამიანის ჩვენ წეგან რამდენიმე კითხვის წინ ვისაუბრეთ, რომ ადამიანის მიღებული, ღვთისაგან მიცემული ცნება იყო ის, რისთვისაც ღმერთმა განსაზღვრა ადამიანის მიერ ღმერთთან ურთიერთობის დასწავლის მდგომარეობა. ამიტომ ადამი ემზადებოდა იმისთვის, რომ მას ღვთისაგან მოცემული წყალობა ყოველთვის ჭარბად ქონოდა და ჰქონდა ეს შეინარჩუნებინა ამ ცნების დაცვის ერთგულა უფლის ცნებისთვის, მაგრამ მან მიიღო აკრძალული ხის ნაყოფი, ანუ დაარღვია მცნება ევას და გველის ცნობით მოგვეხსენება ჩვენ ეს მდგომარეობა და განშიშვლდა, როგორც გვასწავლის ბიბლია. და აქ რა თქმა უნდა რაზეა საუბარი იმ საკითხზე, რომ ადამი და ევა შიშვლები იყვნენ, ადამიანმა სხეულებრივი შიშვლი ჰქონდათ მათ, მაგრამ ამ ცნების დარღვევით მათ განისახთო მადლი განემოსგან ეძარცვათ. და მიხვდნენ, რომ შეემოსათ ასე ცოდვის სამოსელი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ და შეიმოსეს ლეღვის ფოთოლი, რომელთაც ესე სიმბოლო სიუხეშისა, ანუ გაუხეშ და განხშვებული შეიქმნა მათი ბუნება და უფალმი, რომელიც ყოვლის მხედველი იყო და თაობას ზრუნავდა მის პირველ ქმნილ ადამიანზე და მათ სწორ სულიერ ხორცილ განვითარებაზე მოუწოდებს მათ და ეკითხა, რომ სად ახარ ადამი? თქო უფალმა იცის რაღაც არის ადამი, მაგრამ უფალი მოიმედია, რომ ადამი აღიარებს შესაძლებლობას. იხვდება და ადამიანია, რომ აი აქ ვარ, დავიმალე, შიშველი ვარ და დავიმალე და უფალი მიუგებს რას, რომ თუ არ მიიღე აკრძალული ხის ნაყოფი, შენ რაიც რომ შიშველი ხარ. და აი აქ არის გამყოფი უფლის ნებასა და მცნებასა და ადამიანის არჩევას შორის, რომ ადამი იწყებს არა სინანულსა თავის განსჯას, არამედ იწყებს ევას განსჯას, რომელიც მისცა უფალმა. ანუ ეს მაგალითად ჩვენ შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში გამოგვადგეს, რომ ნებისმიერი განსაცდელი შეამს დავიწყოთ ჩვენ თავში ძიება თუ რა მებრალებულობა ვარ ჩვენი თვალს მცირეოდენი. ან რაცა ჩვენ ვართ განაპირობებელი რაღაცა აზრის წამოსვლის ან იდეის გაჩენის თუ რაღაც სხვა შენობა. ასე რომ გადაბრალება ხდება. სინანული არ ჩანს. კი, არ ჩანს სინანული და აბრალებს უფალს, პირდაპირ უფალს. არა ევას თუნდაც რა. არამედ ევას ხომ აბრალებს, მაგრამ აბრალებს იმას, რომ ეს ევა მისცა უფალმა და ანუ ჩემი ბრალი არ არის, შენი ბრალი უფალი. შენი ბრალი უფალი. და ევა გახსოვს, რომ გველს აბრალებს გველს. ანუ არ ეძებენ მათ თავიდან თავში არ ეძებენ შვებას, არ ეძებენ კურნებას, არ ეძებენ გამოსავალს, არ ეძებენ მიზეს. და სწორედ მიზეზი რეალურად ამ ცოდის სიმძაფრისა ამაში მდგომარეობს, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ გაშიშვლიდნენ, იმიცნევენ, რომ საფრთხემალი განედარცვათ, მიიჩნევენ, რომ ასე თქვათ, ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ მათი ბრალეულობა აქ არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს ერთმა დაუშვა, თითქოს რომ ეს, მაგრამ ერთმა დაუშვა ის, რომ ეს მცირეოდენი გამოცდა ქონდა, მცირეოდენი ცნება ქონდა, ეს ერთი ხის ნაყოფი, რომ დაჯერ ყველა მიიღოთ. მაგრამ ეს გველის წუნებით ევაც თუნდა და ევას წუნებით ადამიანს თუნდა და მნიშვნელოვანი რა არის აქ, რომ ადამიანის მიღებული იყო ეს კურთხევა, ანუ ადამიანს მიეცა ეს კურთხევა და ადამიანს უნდა დაეცვა და შეიძლება ევა წუნებული იყო თუნდაც, მაგრამ ადამი უნდა ყოფილიყო დამცველი ამ ცნების, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობა დადგა და მნიშვნელოვანი რა არის, რომ რატომ გამოიდევნებიან ადამი და ევა, ცუდით დასნეულებული ადამი და ევა სამოთხიდან იმისთვის, რომ წმინდანები განმარტავენ, რომ არ მიმწდომოდა მათი ხელი უკვდავების ხის ნაყოფს, ანუ ხეს სიცოცხლისას და ცოდვილი მდგომარეობა არ დარჩენილიყო მარადიულობაში. ეს იყო მთავარი მისია, ისევ გუფლის გულმოწყალება, რომ ანუ როგორც იდგა ხე რავალ ხესთან ხე სიცოცხლისა, ანუკვდავების ხე და მეორე ხე შესაბამისია კეთილისა ბოლოდის არსებობისა. სიკეთილო არსებობს ვიციან მათ და ბოროტებულ არსებობენ ჯერ არ იციან. ამიტომ აი ამ ნაყოფით ცნების დარღვევით გაიოზებორდება არსებობდა დროზე ადრე
შეიძლება ითქვას, რომ ყვახე ნაყოფი მიიღეს მათ, იმიტომ რომ არ იყვნენ მზად ამ ნაყოფის მისაღები და არ იყო მათთვის დამწიფებული ეს ნაყოფი და მცნება ამის გამო დაარღვიეს და ისე უფლის გულმოწყალება რჩება რა, რომ არ დატოვა ისევ სამოთხეში, რომ ეს მათი ცოდვილი მდგომარეობა აყოფა მარადიული და ადამიანს არ ეცოცხლა ცოდვილს მარადიულად და ტკივილით და დღევანდელ მდგომარეობაში. ამიტომ გამოიყვანა ისინი სამოთხიდან, დაუყენა ანგელოზები იმისათვის, რომ დაეცვა ისინი სამოთხეში მიახლებასთან მართებაში და მათ მისცა ცნება, გზა, თუ როგორ უნდა დაბრუნებული იყვნენ ისინი სამოთხეში. და სწორედ მოდის მაცხოვარი და როგორც გასწავლის სისხლის ლოცვა, იშვარა ორი დაბრუნებით ღმერთის სრული და კაცის სრული და ყოველად მაგნამურვე სამოთხეს. ანუ მაცხოვარი, რომელიც განკაცდა, იშვა ორი დაბრუნებით კაცობრიობით და ღვთაებრივი ბუნებით, შობილი განკაცდა ადამიანური ბუნებით, ღმერთის სრული და კაცის სრული და კვლავაც მაგნამურვე, ანუ კვლავაც დაგვაბრუნვა ისევ იქ სამოთხეში მაცხოვარმა. ანუ გააღო მაცხოვარმა თავის ჯვარცმით, დაფლით და აღდგომით ჯოჯოხეთში შთასვლით, შემოსა ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო ზეცის კარი და დაგვაბრუნა სამოთხეში. ანუ ყველა ვინც როგორც ფსალმი გვაწევს, რომელი ეძებდნენ უფალს არანაკლევანი იქნება ყოვლისაგან კეთილისა, აი ეს ვინც ღმერთს ეძებდა ძველი აღთქმის მართალი, ჯოჯოხეთში მყოფი, თუმცა მაგრამ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი და ერთგული მომლოდინე მაცხოვრისა, როგორც გვაუწყებდა ძველი აღთქმა დედაკაცისაგან შობილი შემოსრავს გველის თავს, აი სწორედ ეს მომლოდინე რჩეული მოდგმა ელოდებოდა აი ამ აღთქმას და ვინც ეს ელოდებოდა წინამამი განმარტავენ როგორც ჯოჯოხეთში კარიბჭის პირას მდგომნი ელოდებოდნენ მაცხოვრის განკაცებას და ყველა მათგანი ვინც ელოდებოდა ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ყველა ადამიანი უფალმა ჯოჯოხეთის ჩაშლის შამს ჯოჯოხეთის კარიბჭის შემოსვლის შამს შეიყვანა სამსვლელის წიაღში. Ასხობა მათ შორის, ანუ სამოთხე ეს არის სახე, რომელიც უდაოდ უფლის წიაღი, ესე როგორც სასუფეველმა სხვა მათ შორის რა არის. სამოთხე, რომელიც ჩვენ მოგვენიჭა, ანუ ადამიანის და ევას სახით, მოგვენიჭა როგორც წვენი, საბოძვარი, დაუმსახურებლად, მომუშაკებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოც უნდა შეიძლება ითქვას, ანუ ჩვენი ნება არ ყოფილა ეს უფლის განმებულებით დაიშვა, მაგრამ მათ ვერ შეიშნოვეს. ანუ ადამიანთა მოდგომა ეს ვერ შეიშნოვა. და სასופველია რომელიც ჩვენი მოსამუშაკებელია, ეს არის დღევანდელი სასופველის მისია, ამით განსხვავდება ეს ორივე ერთმანეთისგან, თუმცა ერთი ღვთის გულმოწყალების წიაღია და თოლა ჩვენგანი ამ წიაღს ხოლმე ჩვენი მცდელობით და უფლის ჭარბი გულმოწყალებით მოვიპოვებთ და მოგვენიჭება. კი ბატონო, მარი გვწერს როგორ შეიძლება მოვიცი, როდესაც ოჯახის წევრი ჩემთან საუბრისას სულ განიკითხავს სხვა ახლობელ ადამიანს და მე ამის მოსმენა არ მინდა. ნათქვამიც მაქვს რომ თავი შეიკავოს, მაგრამ ვერ ითვალისწინებს. ცუდად მხდის მოსმენა, მაგრამ არ მინდა ამის გამო მასთან ურთიერთობა შევზღუდო და რას მირჩევთ? ну ალბათ სნეულს ჭირდება მკურნალი. როგორც გსმენია და რადგან ჩვენ სიახლოვეს ადამიანი არის, რამდენად ჩვენ შეგვიძლია მას უნდა გულში დაუდგეთ ჩვენი მაგალითით, თუნდაც ჩვენი შეწყნარებით, ჩვენი სიყვარულით მოუწოდოთ იმისკენ, რომ განსჯა ეს ყოველდღე უფლის პრეროგატივაა. ჩვენ არავის განსჯის უფლება არ გვაქვს, გარდა საკუთარი თავისა და ჩვენ სწორედ დიდი მარხვის პერიოდში კითხულობთ ხოლმე წმინდა მამის, წმინდა წმინდა ეფრემასურის ლოცვებს, რომ ჰეოფალ და მომჭემი განცდა თვისდაცავად არ განგითხვას მისცა ჩემისა. ასე რომ როცა ადამიანის განგითხვის შამი დადგება და ვინმეს განგითხვის დაიწყებს, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ყოველთვის. ეს უფრო მარტივია და ერთი რამ ფაქტია, რომ აღარ მოგვინდება სხვების განგითხვა. უდავოდ. ერთი რამ ფაქტია, რომ ჩვენს ადამიანური ბუნების მატარებლები ვართ, თუ სიტყვაზე თუნდაც ხორციელად ვიღაცას თვალი აწუხებს და ვიღაცას გული აწუხებს და ჩვენ მათ რა თქმა უნდა არ განვიკითხავთ, ასევე სულიერი სნეულებაც შეიძლება ასეთ წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას გულფიცხელი აწუხებს, ვიღაცას განგითხვა, ვიღაცას სხვა ცოდოს სახეობა. ამიტომ ფიქრობთ, რომ როგორც ჭირდება მკურნალი ხორციელად სნეულს, ასევე ჭირდება კურნება სულიერად სნეულს. ამიტომ უნდა მოუწოდოთ ყველას, რომ თუნდაც მივიდეს ექიმთან, ხორციელი შემთხვევაში და მივიდეს მოძღვართან სულიერ შემთხვევაში, რომ თავის თავიდან დაიწყოს შენება, საკუთარი თავის
და საკუთარი თავის სულიერი წარმატება და მე მართლაც მიხვდება რომ ძალიან ბევრი რამე აქვს თავის საშინებელი და მიხვდება თუნდაც ხვის შემთხვევაში ამერად ძნელია ამა თუ იმ საკითხის დაძლევა და ამა თუ იმ საკითხთან ბრძოლა და ამას რამხელა ძალისხმევა ჭირდება და რამდენი შრომა და მე მიხვდება რომ ხილაღების გაკეთხვისთან მარტივაში ფრთხილად და ბრძოლებით და სიყვარულით იყოს და ფიქრობ რომ უფრო მეტად წაახალისებს მასაც და მის მეგობარსაც ეს გზა და უფრო მეტად გაახარებთ რომ იპოვონ თავიანთი ადგილი უფალთან და უფლის ადგილი თავიანთ თავში. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? კი ბატონო. გასავართ 60. დიახ. მოგესალმებით, მამაოიგო, საღამოშვიდობის. მოგესალმებით, თქვენი ბარველი. მოგესალმებით. დიდი ვადები. 70 წლის გახლავართ, 70 წლის. ეგრძელი ბრძანებთ. მინდა რა შეიძლება ვიყო? ღმერთის დიდი მორწმუნე. ჩვენთან ბელი ჩვენ სამლოცველოზე არ მოდის და რაფერ მოიქცევა მithქვათ. ვერ გავიგებ კაცო. სამლოცველოზე არ მოდის ჩვენთან მღვდელიო და როგორ მოიქცევ? რომელ დაძარზე რა? სად არის თქვენი სამლოცველო? მინდა რომ გავიყო მორწმუნე მეტად რაც ვარ. და სად არის თქვენი ტაძარი? თქვენთან საჩხერის რაიონიდან სოფელია ცხანი. გასაგები. და არ არის მოძღვარი. მაგრამ ის მოშორებით არის სადაც უდელი არის ტაძარში. თქვენ სოფელში ტაძარი არ ყავდა მინდა მეტად რომ ვიყო მორწმუნე და რაფერ მომივიდე. ტაძარი არის თქვენ სოფელში? ტაძარი თუ არის სამლოცველო თუ არსებობს თქვენ სოფელში? კი ბატონო, კი. ალბათ თქვენ მოთხოვნა დააყენოთ ადგილობრივ მღვდელმთავართან და კი არის. ხოდა ადგილობრივ მღვდელმთავართან დააყენოთ მოთხოვნა და ხალხის სახელით და ფიქრობთ რომ გამოყოფენ მოძღვარს რომელიც თქვენს სურვილებს მოემსახურება და თქვენ ღმერთთან სიახლოვეს განაპირობებს. ეს იქნება გამოსავალი. მეუფე იქნება ადგილობრივ მღვდელმთავარი რომელიც განსაზღვრავს ამ საკითხს. მეგონი მეუფე დანიელი. მეუფე დანიელის ეპარქია. საჩხერიჭია. კი ბატონო. მას მიმართეთ და ფიქრობთ რომ მე საკითხი მოგვარდება. კეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესე იგი, თუ არსებობს სადმე მოსეს წერილობითი გადმოცემაო, როცა იხილა ღმერთი ზურგით. ბიბლიაში ყველაზე მკაფიოდ და ყველაზე სანდო წყარო ამ შემთხვევაში არის სწორედ უფალი, უფლის ეს გადმოცემა გამოსვლოდა წიგნში, რომელიც გაუწევს მოსეს ღმერთთან საუბარს და მოსეს ხუთ წიგნეულში და სხვა წყარო მე არსად შემოხვედრია, რომელიც სანდო წყაროა პროსტორად, ამაზე სანდო წყარო უნებრივია ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ ვეყიდნობით წმინდა წერილს ბიბლიის ხუთ წიგნეულს და მის განმარტებას. როცა ხშირად ლოცვების დროს გონება მეფანტება, როგორ მოვიქცეო? და მეორე კითხვა არის სხვა ადამიანის ისიც ამავე კითხვაა და ამიტომ ვსვა ორივეს. ყურადღება როცა გეფანტება ლოცვის დროსო, ღმერთი თუ ისმენსო მაგ დროს? რა თქმა უნდა უფალი იწირავს მხოლოდ ცირეოდენ განზრახვასაც კი განცდასაც კი რომ ადამიანი დგება ფეხზე საკუთარი ნების საკუთარი თავის შესაძლებლობის საპირისპირო საწინააღმდეგო შემოყვანილ იმისა ეს შეუძლია სრული აქვს თუ არა მაგრამ დგება და ღმერთის სახურებას დიდებას იწყებს მე ყოველთვის ურჩევ ხოლმე რომ აი დაიწყეთ და შეიძლება თუ არა და მე გაათმობს ღმერთი გულს ესე დამთავრდება თქლეთ რომ მიხვდები რომ შეძელი გამარჯვება საკუთარ თავზე, საკუთარ უძლურებაზე, აი ამ სტუნებაზე, რომელიც გავიწროებს გასასწრელი შამს და ფიქრებს გართმევს და უნდა რომ ყოფადზე დაგტოვოს, არა და როცა ჩვენი უნება ზეციაგენ მიიღდეს უფალთან საუბრისკენ ვარ ჩვენ მოწოდებულები და რა თქმა უნდა ეს ეშმაკს არ სურს არაფრად, ამიტომ უნდა შევეცადოთ რომ მაქსიმალურად გააზრებულად სიფრთხილით სიდინჯით ვიკითხოთ და მაქსიმალურად გააზრებთ. ანუ უფალი ისმენს, უფალ სურს რომ მეტი სიტყვა გახდეს ჩვენთვის საცოდნელი და მეტი სხვა გახდეს ჩვენთვის ძვირფასი და აუცილებელი. მეცაც გეტყვით რომ შეიძლება წლების შემდგომ აღმოაჩინოთ ერთსა და იმავე ლოცვაში ისეთი სიტყვა რომელიც თქოს უცხოა თქვენთვის და ისედაც თქოს აღებს ღმერთი ახალ კარებს ჩვენ
თვის საურთიერთოდ ღმერთთან და აი რაღაც ახალი შეხების წერტილს გვიჩენს, ამიტომ ყოველთვის უნდა ვიდგეთ ღვაწლით და სიყვარული და უფალი უდაოდ შეისმენს ჩვენს ლოცვას გონიურულს, რა თქმა უნდა, თუ თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებად გააზრებს და ნაკლებად ფხიზებს და ნაკლებად ცოცხალს. კეთილი. ესეთი კითხვა არის. ეხლა მამა პაისიზე რომ ფილმი გავიდაო, პირადად მე მთელი გულით შემზრა ძალიან ბევრი ვიტირეო, ძალიან მომეწონაო. ის მომენტი წმინდა ეფემია რომ გამოეცხადა მამა პაისის და რომ ემთხვია და შუღზე ამბორა, ანუ ხორცილად არიან წმინდანები აყვანილი ზეცაში? მაინტერესებს მამაო, ხომ შეეხო მამა პაის წმინდა ეფემიას ხორცილად, კიდეც დააჯინა და ელაპარაკა ადამიანურად. ეს სასწაულიაო. რა თქმა უნდა, უფალს შეუძლია რომ ადამიანი თავის სხეულში დააბრუნოს, ეს უფლის განგებულება და ყოველივე ღვთის ხელშია და უფლის განგებულების გარეშე მსგავსი რამ არ მოხდება ბუნებრივია, რაც ადამიანის გამოცხადებას უკავშირდება. კეთილი. ესეთი კითხვა. მოკლედ ადამი და ევას თემა დღეს ძალიან აქტუალურია დღევანდელ გადაცემაში. როცა ადამ და ევა ცხოვრობდნენ სამოთხეში, ის ცხოველები და ფრინველები ასევე ცოცხლობდნენ დიდხანს, როგორც ადამი და ევა. თუ ემორჩილებოდა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გარკვეულ დროს და მათი სიკვდილის ხილვის შემდეგ ადამ და ევამ ხომ არ იცოდნენ თუ რა იყო სიკვდილიო? მსგავს საკითხზე არანაირი კონკრეტული კომენტარი არ ხვდება წმინდა წერილში, არც წმინდა მამათა გარდამოცემაში, ამიტომ ეკლესიის წმინდანები ყოველთვის გვირჩევენ, რომ ჩვენ არ ვიყოთ რაღაცა ალბათობებზე დაფუძნებული ჩვენი სარწმუნოებრივი განსწავლის ჟამს და მოწოდების ჟამს საჭიროა ჩვენთვის ის განიმარტა. კი ბატონო, ის რასაც საჭიროება იყო, ის დამტევნილიც იყო კაცობრიობა და მიმღები და მათი სული საკურნებელი იყო და საჭირო რომ ის გვეცნობა. ამიტომ გვირგვინი შესაქმისა, შორის ცხოველების, ფრინველების, თევზების, მცენარეების და სხვა რაც შესაქმის ექვსდღეში არის გაწერილი, არის ადამიანი გვირგვინი ყოველივეს, რომელსაც შეიქმნა ეს ყველაფერი, ამიტომ მთავარი არის ხელმწიფე ადამიანი ამ სამყაროსი და მას ემსახურება. და დანარჩენი ყურადღება ნაკლებად ხდება სხვა რამებზე და სხვა ნივთებზე თუ ცხოველებზე თუნდაც მთავარი არის ხელმწიფე კაცობრიობის სამყაროსი ადამიანი, რომელიც ხდება მთელი ზრუნვა, მთელი მისი პერსონალური ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა თავისი მისია შეძლოს და შეეძლოს ღირსეულ დატაროს და ღმერთის ცნება შეასრულოს და ღმერთის ცნება აღასრულოს. კი ბატონო. რამდენად სიმართლეა ხვალ მამა პაისის სკვნილზე მთხვევის საშუალება გვექნება თუ არა? არ ვიცი მე არა საქმის გულში. არ ვცნობ მსგავს ინფორმაციას არც მე სამწუხაროდ. საიდან არის ტერმინი მართლმადიდებელი? ფაქტია, პირველ მეორე საუკუნეებში არ არსებობდა და მორწმუნეები უბრალოდ ქრისტიანებად იწოდებოდნენ. ალბათ განყოფის შემდგომ, ხო? შეიძლება კი, უფრო ალბათ მე-11 საუკუნიდან კათოლიკური ეკლესია გამოიყო ქრისტიანობას. შეიძლება უფრო ადრინდელიც იყოს ეს ტერმინი. თავარი ის არის, რომ ბევრი უწოდებდა თავის მართლმადიდებელს, მაგრამ ქრისტიანობა ქრისტიდან მოყოლებული სარწმუნოება, მართლმადიდებლობა არის ის, რომელმაც არ შეცვალა თავისი მიმართულება და მე მას გამოიყვნენ სხვა მმართველები, რომლებიც არსებობენ დღეს სამყაროში. კეთილი. რომელია მიცვალებული სულისთვის წასაკითხი ფსალმუნებიო? ჩვენ რა თქმა უნდა ურჩევთ ხოლმე რომ მიცვალებული სულისთვის ყველა ფსალმუნი იკითხონ, თანმიმდევრულად დღეში ერთი კანონის სახით, თუმცა უფრო მიიჩნევა რომ მიცვალებულის ფსალმუნი 118, ანუ 17 კანონი მიიჩნევა და თუ შესაძლებლობა ორივეს კითხვას შეიძლება ახსოვს დღეში ერთხელ 17 კანონის და დღეში ერთხელ პირველი, მეორე დღეს მეორე და მესამე დღეს მესამე ასეთი. სახით გაჩნია რამდენი ადამიანი ჩართული ამ ლოცვის დროს, რომელიც მით უმეტეს განსაკუთრებით ხდება ხოლმე გარდაცვალებიდან მე-40 დღემდე ამ პერიოდის განმავლობაში. კი ბატონო.
ესეთი კითხვა არის ამაღლებულ ქრისტეს ადამიანის მსგავსი სხეული ქონდაო? დიახ. რა თქმა უნდა, ფალი მიდის, თუმცა არა ისეთი სხეული ქონდა მას, ვიდრე ჯვარცმამდე რაც ქონდა და ჯვარცმიშემს, თუმცა მე უნასწორად ვარ მუშაობ მე თუ მე არ ასრულებ მამისა ჯერ მამასთან, მარიამს უწაებუნება, თუმცა მთავარი არსი აცხოვრის ჯვარცმის დაფულის და აღდგომის რაში მდგომარეობს, რომ მან შემოსვა ოჯახეთის კარიბჭე, გააღოს სამოთხის კარი მომლოდინეთ ნუგეში მიანიჭოს და როგორც მინდა პავლე მოციქული მოძღვრავს, წინამორბედ გვექნა ზეცაში, ადამიანური სხეული, ადამიანური ბუნება ავიდა ზეცაში და მან გააღო ზეცის კარი და ყველა ჩვენგანს მოგვცეს გზა, რომ ჩვენ სწორედ მაცხოვრისთან ერთად ჯვარცმით დაფულით და აღდგომით ჩვენც ავმაღლეთ ჩვენი საღვთო სიყვარული და ჩვენს თავზე ამაღლებით და ღვთისმშობლის დაცვის და ერთგულებით. კეთილი, მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობათ. საღამშვიდობისა. მოგესალმებით. ისაუბრეთ, ჩემო კარგო, გისმენთ. უგავასავად შიზოფრენიით ვარ დავაზებული. დიახ. დიახ, ისაუბრეთ. სწავლები უნდა მივიღოთ თუ არა? უნდა მიიღოთ აუცილებლად, დიახ. რა თქმა უნდა, თუ ექიმი გირჩევთ, რომ ეს კონკრეტული განსაცდელი თუნდაც გვაქვს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისწყალობა და კურთხევა ექიმიც და ღვთისწყალობა და საბოძვარია წამალიც, რომელიც ისევე ადამიანის სიბრძნის და ბუნებრივი მონაპოვარით არის შექმნილი. რა თქმა უნდა. და ჩვენ სანუგეშით არის. კი ბატონო. გულსაშინა მირზა გვწერს, ესე იგი, მოკლედ ერთი უკრაინელი გოგო შემიყვარდაო, გულსაშინა სუფევს ჩემი მის მიმართ სიყვარულიო. ღმერთს ვთხოვე, მუხმოდრეკილი თუ ჭეშმარიტია ეს სიყვარული განაძლიერე ჩემს გულში. მას შემდეგ ყოველდღე ძლიერდება. ყოველ კვირას სანთელს ვანთებ, მუხმოდრეკილი ვევედრები უფალს შეგვაერთოს და ერთ ხორცად გვაქციოს ნებითა უფლისა. ხომ არ ვწოდავ ამითო, გთხოვთ მიპასუხოთ. რა თქმა უნდა, არანაირი საბაბი იმისა, ჩვენ ვთქვათ, რომ იმის წოდავს, რა თქმა უნდა, არ არის, თუ ეს სიყვარული გულწრფელია, თუ მით უმეტეს ადამიანი ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გაატმის საჟამს, ითხოვს ღვთის კურთხევას, ეს საშუური საქმეა, გასახარით და ჩვენ დაგვჩინეს, რომ დავლოცოთ და ღმერთს ვთხოვოთ, რომ როგორც თვითონ ითხოვს, მისთვის სასრული და საწყონებელი წყალობა და კურთხევა მიანჯოს მათ ერთობას, ეს მისის განდებულებით იქნება. ამინ. ვაჭრობა თუ არის ცოდვაო, როცა ორჯერ და მეტჯერ მეციღებო. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს, თავისი გასამორჯელო აქვს. მთავარი ის არის, რომ არავის ჭარბად არ უნდა გამოვძალოთ თანხა, თუმცა შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც ეს მოგების საკითხი განსხვავებული იყოს, ეს ბუნებრივია, მაგრამ რასაც ადამიანი გააზრებლად იხდის, ის გააზრებლად უნდა განუმარტოთ და ის გადასახადი დავაკისოთ მას და არა ის დავუშვით, რომელიც კიდე მოპარვას, ანუ დამალ ხარჯებს ითვალისწინებს, რომ ამით ჩვენ თუნდაც ძვირად ყიდდეთ რამეს, არ დავიმძიმოთ ჩვენი სული. ყიდულმა იცოდეს რას ყიდულობს და რა ფასი ხდის და რამდენად უღირს და რამდენად ეჯერფასება ეს თუ ისნევთ იმას. ადამიანის ცოდვა მამისგან გადადის თუ დედისგანო შვილზეო. ქრისტეს ადამიანის დაცემული ბუნება არ მიუღია, როცა ღვთისმშობლისგან იშვაო მარიამისგან. უკაცრავად ერთი კითხვა თავიდან პირველი. ადამიანის ცოდვა მამისგან გადადის შვილზე თუ დედისგან. ქრისტეს ადამიანის დაცემული ბუნება არ მიუღია, როცა მარიამისგან იშვაო. მაცხოვრის განკასების მისია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაცხოვრმა მიიღოს ადამიანური ბუნება. პირიქით, მიიღოს დაცემული, მიიღოს შეცოდებული ადამიანის ცოდვით. მისია მაცხოვრის განკასების ყოველდღე იყო, რომ მოდის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია პირადი ცოდვა. ანუ იმიტომ განკაცდა ღმერთი, რომ კაცი განახამრთოს, კაცი დააბრუნოს თავის სამშობლოში, რომელსაც ეციური სამკვიდრებელი, ხო, იგივე სამოთხე სასწაულის
წიაღი, ამიტომაც უდაოდ მიიღო ხსნილი ბუნება, იმიტომ იბადება უფალი ღვთაებრივი ბუნებით ყოფი მაცხოვარი, ძეღმერთი ყოველთვის ყოფ მამასთან და სულწმინდესთან ერთად, დროზე ადრე უჟამოთ, ანუ მარაჯანოს ყოფი, სწორედ მაცხოვარი, რომელსაც ქონა როგორც ვთქვით, შობილობა თავის ბუნებით თვისებად, რომ თქვი და მამაყმერთი უშობილი ძეღმერთი შობილი მამისაგან და სულწმინდა გამავალი მამისაგან, ანუ როგორც ძეღმერთი, რომელიც თავად გახდათ ბუნებით შობილობის მქონე, სწორედ მოდის ძეღმერთი ადამიანური სხეულის ითვირთავს, რომ თავად განკურნოს, ითვირთოს ეს სნეული ადამიანური ბუნება, ჯვარზე გააკარგოს, შემოსროს ამ ჯვარცმით მთელი მოდგმის ცოდვა და ჯვარზე შემსჭვალოთ 60 მილიარდ ადამიანის მიერ ცდომა, როგორც გვასწავლის წერილი და სწორედ აღამაღლოს ჩვენი თავი ჯვარცმით და აღდგომით აღვადგინოს ცოდვისაგან და აღამაღლოს ეცაში და გვამგლოს ყველა ჩვენგანი. ამიტომ მაცხვარმა ეს უდავოდ აღასრულა და იღდანმოქმედა და იქველმოქმედა ჩვენს სასიკეთო და ჩვენს საცხონებლად. ბოტო. უფლის უარმყოფელმა რომ შეინანოს და უბრუნდეს ეკლესიას შესაძლებელია და რა უნდა გააკეთოს ამისთვის წერს თეა. რა თქმა უნდა, მოხარულია ყოფილი ყოველთვის ჩვენ ძაღან ახსენთ უწყებიშვილის იგავის მომენტი, როდესაც მამა, რომელსაც ყავდა ორი ძე და იურჩა უმცროსმა და წნების დარღვევით შეეცადა მამისაგან წასვლას და იქ იხილა და იქ შეიცნა მამის ოჯახის სიტყვება და ჭეშმარიტება, უკან დაბრუნდა და მამა გაეგება. მამა გაეგება, რომ და მიუგო იქ მის ვეზირებს, რომ მისი შვილი მკვდარი იყო და კაცოცხლა ცოცხალი იყო და მკვდარი იყო და ვიც ვიპოვეთ და დაბრუნდა მამის წიაღში და მამა იქით გაეგება და დააბრუნა მამის სიყვარულით ძის პატივში, ისევ და ისევ, რომელი პატივიც მისგან ამ ძის ნებით ჰქონდა, ასე ვთქვათ, მიტოვებული და მიხვდა მამის მიღმა, რომ მამის წიაღი უფრო მასზე ზრუნველი და მისი მოსიყვარულია და მისი კეთილის მოსული. ამიტომ უფალს არასოდეს არ მიუტოვები ვართ ჩვენ ნებისმიერ განსაცდელი ჟამს, ამ შემთხვევაში ამ ადამიანსაც ურჩევთ, რომ რადგან ის განცდა გაჩნდა ჩვენში, რომ უფალი მიიღებს თუ არა, ესე უდაოდ არის მარცვალი ჩვენში, რომელიც გაგვიუდება და რომელიც უდაოდ დამწიფდება ღვთის გასახარად და ჩვენ საცხონებლად სასიკეთოდ. ასე რომ წარმოდა უსურვებთ, რომ ერთმა დალოცოს და აღურთოს ხალხონთია და ღირსება და ერთთან სიყვარული და სიახლოვე მიმოკლოს. ფალმა. ღმერთი თუ კი ყოვლადწმინდა სამება, ქრისტე რომ აღსდგა და ამაღლდა ადამიანის მსგავსი სხეულით, ეს რა ფენომენია, ვისი სხეულიაო? და შობამდეც სხეულით როგორ იყო ზეცაშიო, წერს ნინო. ჩვენ ვახსენეთ, რომ შობამდე წინა საკითხის გაცემის წინა კითხვის ადამიანი კითხვის წინ პასუხის დროს, რომ სწორედ ღვთაებრივი ბუნებით იყო ძეღმერთი მამასთან სულწმინდესთან ერთად უჟამოთ, ხოლო ადამიანური სხეული ენჯება სწორედ როცა ის განკაცდება, ანუ იშვა მარიამისაგან. და რაც ეხება სწორედ ამ შობით ადის ის ზეცად აი ამ სხეულით, რომელიც აღდგომის შემდგომად მას აქვს. კი ბატონო. როცა გინდა ყველა მიაროს ეკლესიაში, უნდა ახსენო ყოველთვის თუ ყველას მისი დრო აქვს და უფალი მოიყვანსო. ხათუნა გვწერს. ძალიან კარგი კითხვა. შეიძლება ითქვას თავადაც ვეგასცა პასუხი ამ საკითხს. ერთ ნამები ამბე რომ ერთ ხეზე ყველა ნაყოფი ერთ დღეს არ მწიფდება. ეს ხატოვანი შედარება, იმიტომ რომ ერთ ხეს რომელსაც მრავალი ნაყოფი აქვს, ზოგი ორშაბათს წვიდება პირობითად და ზოგი კვირის ბოლოს. ამდენად უფალი ჩვენზე მეტად მზრუნველია ყველა ადამიანზე, ყველა ადამიანის გულს ათბობს და ადამიანის გულს თავის დროზე აღავსებს ამ საფრთხმალით და გალობით. ჩვენ უნდა ვილოცოთ მათზე, ვისაც ეს გზა ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, არ გაუკაფავს, ვისაც ეს არჩევანი ჯერჯერობით ვერ გაუკეთებია, ან არ გაუკეთებია და დაულოცოთ და უსურვოთ, რომ
შეძლო გამარჯვება აი ამ ცნობაზე და განსაცდელზე, რომელიც უომერთად ცხოვრებას განაპირობებს. და უდავად უნდა გვახსოვდეს, როგორც თქვა უნდა თქვით ზეან ასევე როგორც ჭირდება ზრუნვა ხორცს, ასევე ჭირდება ზრუნვა სულს. და შევეცადეთ, რომ კანონზომიერად უფალთან სიახლოვით მიიღო ჩვენი სულიერი საზრდო, რომელიც ჩვენთვის უფალმა უხვად და ჭარბად ამოგვანიჭა ჩვენს სასიკეთ და საწმუნებლად. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის ესე იგი ლოცვაში რომ ხდება სიტყვები მოაქციენ იგი ბოროტისაგან, რომელიც აქვს ჩემდა მომართ და შეიწყალი დიდთა წყალობითა შეინთა, რომ განმიმარტოთ ამ დროს კონკრეტულად ადამიანი უნდა მოიხსენო, ვისაც ვფიქრობ, რომ ბოროტება აქვს ჩემს მიმართ განზრახულიო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელის მოხსენებას არ გვავალებს ეს ლოცვა, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ყველა მოიაზრებოდეს ჩვენ თუ ამას ამ გულისხმის ყოფით შევედრებთ უფალს, რომ რაც მოაქციოს ბოროტის, ანუ ბოროტის გზას მოარიდოს უფალმა და შეიწყალოს და სულზეზე დააყენოს და ვინც სულზეზე დადგება, მერე ჩვენს სწორად დაგვინახავს, ჩვენს გულისხმის ყოფასაც სწორად შეისმენს, ჩვენს სიყვარულს მისდამი, ჩვენს თუნდაც ასე თქვათ რჩევადარიგებასაც და ჩვენს ლოცვასაც. კი ბატონო, მეუღლეს ორჯერ მოეცალა მუცელი მოეშალა ორჯერო 6 კვირის ვადაზეო და მაინტერესებს რომ მათ სული ეკნებოდათ თუ არაო და რა ასაკიდან აქვსო სული ნაყოფსო. ეკლესიის სწავლების თანახმად თქმა უნდა ადამიანი პირველივე წამიდან ჩაისახება სულის მქონია ბუნებრივია და მას გააჩნია სული თქმა უნდა ის ნაშემიდის თავისი ანუ ჩასახვისთანავე უკვე თქმა უნდა კი ბატონო ჩემი ახლობელი დადიოდა ეკლესიაში ეზიარებოდა წლების მანძილზე ყველაფერს იცავდა მარხვას ლოცვებს კითხულობდა თვითონ ამბობს რომ ბოლომდე ვერ გაიხსნა მოძღვართან და უნდოდა წამოსვლა ეკლესიიდან მაგრამ შემკრაო მამაომო და ეკლესიაში აღარ მიდის შეკრული ვარ და არ მაქვს უფლება იქ მისვლისო ეს რამდენად შეესაბამებაო სიმართლეს და რას ნიშნავსო ეს შეკრაო რა თქმა უნდა მაგ მიზეზს ვერ ხედავთ რატომ შეკრა ან რა იყო საბაბი ამის კონკრეტულად ჩვენთან ვისაუბრთ ამ შეკრაზე მაგრამ თუ აქ რაღაცა დაუკონკრეტებელი საკითხია და გამოსაძიებელი ვფიქრობთ რომ უფრო ჯობესია რომ მიემართოს მღვდელმთავარს ეპარქიის ან ქორეპისკოპოსს ან სხვა მოძღვარს და ის კონკრეტული მოძღვარი ამ გზაზე დააყენებს რითაც მიიღებს კურთხევას და ეს ეკლესიის წევრობას დაუბრუნდება სწორად და სრულად. გოგა გვწერს სულ მაინტერესებს ენოქის წიგნი რატომ მიიჩნევა აპოკრიფად, როდესაც მან ნახა ყველაფერი სამყარო როგორ შეიქმნა მისი აღსასრული ასევე 64 ჯოჯოხეთიც და თვით ღმერთიც კი. ანუ ადამიანური ბუნებით ქრისტე დღევანდელი გადასახედიდან იქნებ ამიხსნათ თუ ანუ რატომ მიიჩნევა ბოლო ნაწილი ვერ გავიგე ქრისტე ესე იგი ყველაფერი ნახავს სამყარო როგორ შეიქმნა აღსასრული ასევე 64 ჯოჯოხეთი და თვით ღმერთიც კი ანუ ადამიანური ბუნებით ქრისტეო როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან კი ბატონო ანუ ძველი აღთქმის წიგნთან შორის არის აპოკრიფული და შეწყნარებული და შეუწყნარებელი აპოკრიფული ამიტომაც ეკლესია იწყნარებს იმას რაც მისთვის რა თქმა უნდა არის სისავსის მომნიჭებელი რაც მის სწავლებას ავსებს და არის რომელსაც იღებს მაგრამ ესე უპირობოდ მისაღებად არ არის შეუწყნარებელი აპოკრიფებიც არის და შეწყნარებული რომელსაც იღებს მაგრამ არ ეყრდნობა მასე როგორც ესე ვთქვი ეყრდნობა ბიბლიის სხვა ამა თუ იმ თავს და ამა თუ სწავლებას კი ბატონო როგორ ვებრძოლოთ სასო წარკვეთასო სასოება რა არის იმედი ვისი შეიძლება ქონდეს უპირველეს ყოვლისა და გვახსოვდეს რომ იმედი არა კაცთან არამედ თვისაგან უნდა ვეძიოთ როცა უფალს ეძებს ადამიანი მას რა ბუნებრივია არანაირი წყალობა და სიკეთე არ მოაკლდება და თუ ჩვენ უფალს დავაყენებთ თავის ადგილას ბუნებრივია ყოველი დანარჩენი პოულობს თავის ადგილს სამყაროში და თუ რა თქმა უნდა ჩვენ ცხოვრებაში უფალს არ უკავია თავის ჯეროვანი ადგილი უმწვერვალესი რა თქმა უნდა ყოველივე დანარჩენი ვერ მოიპოვებს თავის კანონზომიერ ადგილს და ვერ იქნება ყოველივე საღვთო განგებულებით და საღვთო განმაზომიერებით გაჯერებული სწორად.
როგორ ვილოცო, როცა ძალიან მეზარებაო და აი თითქოს ძალა მაქვსო გამოცლილი ლოცვისთვისო. ეს ბრძოლაო? რა თქმა უნდა, ბრძოლაა. და ეს არის განსაცდელი, რომელიც ჩვენ განგვცდის რამდენად მიიღებთ ამა თუ იმ ბრძოლას, ან დავყვებით თუ არა ამა თუ იმ ცდუნებას. და მე სიმართლე გითხრათ, პირად საუბარში მithქვამს რეულისთვისაც, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მოძღვრებს არ გვაქვს ის განცდა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, რომ მაინც და მაინც 9 საათზე გვინდება ძირვის ჩატარება და მაინც და მაინც ბავშვით 4-ზე, 5-ზე თუ 6-ზე ლოცვის ჩატარება. ეს არის ჩვენი საკეთებელი, სამადლობელი ისინაში საავადმყოფელი და სადიდებელიც ერთად და გააჩნია რომელიც ახურებას ავავლენთ და ვფიქრობთ რომ ამით უნებრივია ყველა შემთხვევაში უნდა შევეცადოთ დავდგეთ ფეხს და დავიწყოთ ერთი სიტყვით ლოცვა. კი ბატონო. რა არის ყველაზე დიდი სათნოებაო? ყველაზე დიდი სათნოება სიყვარულია. და თავად უფალია სიყვარული. და რომელიც ყოველგანაც და ყოველსა აღავსებს მაგიტოდით. და რა არის ყველაზე დიდი ცოდვა? ცოდვა არის სულიწმიდის გმობა, ყველაზე დიდი ცოდვა. ასე ამას გვასწავლის ეკლესია. კი ბატონო. რა სიხშირით უნდა ვეზიაროთო და აუცილებელია თუ არა ზიარების წინ აღსარებაო? აღსარებაც რა თქმა უნდა როგორც ჩვენ ძაღლ საიდუმლოებით ჩამოთვალეთ ერთ-ერთი საიდუმლოა ზიარებასთან ერთად, ნათლისღებასთან ერთად, მირონწყებასთან, ქორწინებასთან, ზეთის კურთხევასთან, გლობასთან. რომელიც ადამიანს აძლევს სინანულის შეძლებას, რომელსაც ესე მეორე ნათლისღება ეწოდება. ის ასევე მიუტევს ადამიანს ცოდვას, როგორც ნათლისღება მიუტევს, გარდა ერთი ადამიანის ცოდვის ადამიანის ცოდვა ხოლმე მიენჯება და მიეტევება ადამიანს ნათლისღების მაგით, ხოლო სხვა დანარჩენი ცოდვა, განმეორებული ცოდვა მიენჯება მიტევების სახით ადამიანს მიეტევება სწორედ აღსარების გზით. ასე რომ აღსარების ჩაბარება სასურველია თუნდაც იმისთვის ზიარების წინ რომ ადამიანმა განწმინდეს მიიღოს და მიიღოს რჩევადარიგება მოწყვლისგან ამა თუ იმ განსაცდელთან დაკავშირებით, თუმცა აუცილებლობა რომ ყველა ზიარების წინ აღსარება ჩაბარდეს, ამის აუცილებლობა არ არის. თუმცა გამოცდილება მაჩვენა რომ მაინც ისევ და ისევ ხშირი მოზღვართან სიახლოვით ადამიანი რომ დაცული იყოს ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმისგან, რომელიც შეიძლება ყიფე იყოს ან არასწორი იყოს, ამიტომ რაღაცნაირად ჩვენ ეკლესიის ტრადიციად ჩამოყალიბდა რომ უფრო ხშირი აღსარება არის. თუმცა არის ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც უფრო ეს მართლობა აქვს, რომ რაღაცა გარკვეულ პერიოდში ერთხელ აბარებენ და ეზიარებენ ხშირად. მე რა თქმა უნდა, როგორც ეკლესიის რეულის დამოწმალის მოგწოდებ, რომ ხშირად ეზიაროს ადამიანი. იმიტომ რომ არასოდეს არ დადგება ის ჟამი, რომ ჩვენ ვერასოდეს რომ ჩვენ მზად ვიყოთ წმინდა ზიარების მისაღებად. ეს არის უფლის ქველმოქმედება, უფლის გულმოწყალება, რომელიც ჭირდება ჩვენ საკურნებლად სულისა და ხორცს. ამიტომ მივიდეთ, მივიღოთ კურთხევა მოძღვრისგან და ხშირად მივიახლოთ როგორც საზრდოს ჩვენი სულის საკურნებელს. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, როგორ ვაპატიოთო? პატიება ხომ ურთულესი რამე არისო? ჩვენს მტრებს როგორ მიუტევოთ? რაიმე ხერხი არსებობსო ამისიო? უფალი გვასწავლის მისმენ ნასწავლ ლოცვაში, რომ მოგვიტევენ ჩვენ თანადებნი, ჩვენი დაცვი მიუტევებთ თანამდებთამა ჩვენთან, ანუ ამაოჩვენოს ლოცვაზეა საუბარი, რომელიც თავად უფლისაგან ნასწავლი გვაქვს ჩვენ და სწორედ როგორც ჩვენ ღვთისაგან ვითხოვთ პატიებას, გვინდა ძალიან გვაპატიოს უფალმა, ყველა ჩვენი წოდება, ასევე უნდა ვაპატიოთ მათაც, რომ უფალმა მათაც შეუნდოს და ჩვენც შეგვაძლებინოს რომ მათ ვაპატიოთ ასევე ჩვენი წილი და ჩვენ თავზეც ავმაღლდეთ. ამიტომ ჩვენ შევძლებთ რომ ადამიანში დავინახოთ რომ სნეული რომელსაც ვერ შეძლო გამარჯვება ამა თუ იმ ცდუნებაზე, ამა თუ იმ ცოდვაზე და ჩვენს მიმართ ასე ვთქვათ მტრად ქცეულია. ამიტომ ვთხოვოთ ღმერთს რომ ის მოყვრად აქციოს, იმიტომ რომ არ არსებობს მტერი ქრისტიანობაში, არის ეშმაკს დამონებული მოყვასი, რომელსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, სულზე მოხმობა. წმინდა ვასილე ბრძანებს, რომ სწორედ მაშინ უნდა იყო ხოლმე სხვაზე მაღლა, თუმცა ეს დავარდნილია და შენ ცდილობ ფეხზე წამოაყენო და გოჩი დაიყენო. ეს არის თავი ქრისტიანის საქმე, რომ ყოველთვის ეძებო ყველგან საღვთო ანგებულებით, საღვთო სწავლებით, საღვთო სიყვარულით გამოსავალი ყველგან ყოველთვის
და როგორც წმინდა გრიგორი ღვთისმეტყველი გვასწავლის, ფუტკრისებრი მისია შევიძინოთ, რომელიც ეძებს გოლეულს, ყველგან სითქმოებას და არა ბუზისებრი უწმინდური ადგილები ეძებოთ და თუნდაც უწმინდური საქციელები ადამიანში და რაღაცა მე დავიწყოთ მისი არჩე და განკითხვა რამე სიყვარულით ჯობია ისე ყოველთვის, იმიტომ რომ ყოველდღე აღმატებული უფალი თავად სიყვარულის სახელდადებული წმინდა ღვთისმეტყველის მიერ არის მაგურნებელი, მაკურთხეველი და წყალობელი ჩვენი. კეთილი მამაო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ძვირფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახლდათ ზღვის უბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი შაშვიაშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. ხოლო დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვას შეძლებთ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.